გამარჯობა, ისევ ოთხშაბათი და ისევ პოდკასტის შესახებ. მე კი მისი წამყვანი მარი თევდორაშვილი ვარ. დამეთანხმებით ადამიანებს ხშირად გვაინტერესებს ისეთი რამ, რაც ზედაპირზე არ ჩანს. რატომ ხდება ცხოვრებაში რაღაცები ისე, როგორც ხდება? არის ეს უბრალოდ ამთხოვების ჯაჭვი თუ რაღაც კანონზომიერება, რომელიც ჯერ ბოლომდე არ ვიცით? სწორედ ამ მნიშვნელოვან, საინტერესო და იდუმალ თემაზე ვისაუბრებთ დღეს. რა არის ასტროლოგია, რა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე? არის ეს უბრალოდ სიმბოლოები თუ რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გონია? რამდენად შეგვიძლია დავეყნოთ მას და რაც მთავარია, რას ფიქრობენ ისინი ჩვენზე. დღევანდელ ეპიზოდში ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენი სტუმარი იქნება ადამიანი, რომელიც ყოველდღიურობას განსხვავებული კუთხით უყურებს და ცდილობს, რომ ჩვენს დაგვანახოს ის, რაც შესაძლებელია ზოგჯერ გამოგვრჩეს. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმარი, ქალბატონი ქეთი ოდიშელი, ასტროლოგი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი, რომ ხართ ჩვენი პოდკასტის სტუმარი, რომ თქვენი გრაფიკიდან გამომდინარე გამოგვიყავით დრო. მინდა დასაწყისში სანამ გადავალ უშუალოდ თემაზე ვაღიარო, რომ ასტროლოგია ძალიან მერიდება ამის თქვა, თუმცა ასტროლოგია არის ისეთი თემა, რომელსაც არც თუ ისე ხშირად ვეხებებ პირადად მე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძალიან იშვიათად ისიც თქვა სოციქსელებში თუ შემხვდება ხოლმე ან სიუჟეტი, ან მაგალითად სტატია, რის შემდეგაც ვეცნობი ხოლმე ჩემ ზოდიაქოს ნიშანს მაგ კვირების მიხედვით. აქედან გამომდინარე დღეს ვისაუბრებთ და ნახავთ თუ რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობა, სიყვარული და ემოციები ზოდიაქოს ნიშნებზე და ასევე გავიგებთ რამდენად მართლდება რეალურად ჰოროსკოპი. აქედან გამომდინარე ჩემი პირველი კითხვა იქნება ასეთი. და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება განსაკუთრებით ეს პოდკასტი ჩემნაირი ადამიანებისთვის, რომლებიც ალბათ უმცირესობაში ვართ. რა არის ასტროლოგია? არის ეს მეცნიერება, ფსიქოლოგია თუ უფრო ინტუიცია? მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. თქვენთვის რა არის ასტროლოგია? ჩემთვის რაღაც ამოუცნობი რაღაც არის. სხვადასხვა ესი არც მეფიქრია, თუმცა ყოველთვის რამდენჯერაც დავჯდები, ვკითხულობ ხოლმე, რაღაცა იმის შეგრძნებამებადება, რომ ვერ ხსნი რა არის. მაინტერესებს, ანუ რამდენად რეალური არის, რამდენად მართლდება, რამდენად შემიძლია რომ დავეყრდნო. სულ ეს კითხვები მუდმივად მიჩნდება. ასტროლოგია რეალურად რასთანაც აქვს ხოლმე ადამიანებს, ძირითადად რასთანაც აქვს ხოლმე შეხება, ეს არის ტიპოლოგია. აი სამეცნიერო თემასთან კავშირში მაგაზე ვსაუბრობდით ხო გადაცემამდე და სამედიცინო სფეროში ყველაზე გამოხატული ტიპოლოგია რა გვაქვს ხო? ეს არის ტემპერამენტები, რომელიც ყველასთვის ცნობილი არის ხო? ესეც ტიპოლოგიური გარკვეული განსაზღვრება და მეთოდიკა არის ხო? იქ 4 ძირითადი ტიპოლოგია გვაქვს, მაგალითად ქოლერიული, სანგვინიკები, მელანქოლიკები და ფლეგმატიკები ხო? აი ეს მსგავსი ტიპოლოგიები არსებობს უამრავი. და ის რაც ადამიანების უმეტესობა მიიცის ასტროლოგიის შესახებ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს არ ვიცი, ეს არის ზუსტად ზოდიაქოს ნიშნები. ზოდიაქოს ნიშნებიც რეალურად ეს არის გარკვეული ტიპოლოგიური ესეთი ფსიქოტიპები, რომლებიც გვარკვევენ და გვაძლევენ გარკვეულ წარმოდგენას ადამიანებზე თვითონ, ხო? თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტული ადამიანი და ზოგადად კაცობრიობა უნდა დავყოთ 12 ნიშნად, ხო? რომ აი მაგალითად რამდენი მილიარდი ადამიანი არსებობს და ეს 12 რო დავყოთ და ყველა ვერძი ერთნაირია, ყველა კურვ ერთნაირია და ასე შემდეგ, ხო? ეს ცოტა აბსურდული იქნებოდა და უინტერესო მერწმუნედ. ამიტომ ასტროლოგიის ეს ერთ-ერთი ხელსაწყო ინსტრუმენტი ტიპოლოგიური არის დამხმარე იმაში, რომ ყველაზე მარტივად, აი უმეტესობა ადამიანებისთვის არის გარკვეული შემეცნების და გარკვევის საკითხი, რომ აი მე თუ მაგალითად ვერძის ზოდიაქოს ნიშანი ვარ, რაღაცაში მეხმარება. მაგალითად თქვენ რა ნიშანი ხართ? მე სასწორი. სასწორის ზოდიაქოს ნიშანი რო ხართ, რაღაცაში დამეხმარება ის, რომ ეს სულ სასწორებით არ იქნებით ყველაფერში მაგალითად, მაგრამ რაღაცაში დამეხმარება რომ გავაკეთო პროგნოზირება, გავაკეთო რა მოლოდინები მქონდეს თქვენზე. სხვა შორის ყველაზე დიდი გამართლების და ყველაზე დიდი იმედგაცრუების მიზეზიც ეს არის ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ თუ ადამიანი არ არის მაგალითად ტიპიური სასწორი, წაიკითხავს რაღაცა ან პროგნოზს გაეცნობა და იტყვის, რომ აი საერთოდ სისულელია ეს ასტროლოგია, მაგრამ რეალურად ასტროლოგია რა არისო და გამიგრძელდა სიტყვა ასტროლოგია ეს არის გარკვეული მათემატიკური ციკლების, მიაქციეთ ყურადღება მათემატიკური ციკლების დაანგარიშებით გამოთვლილი
გარკვეული პერსპექტივები. კონკრეტულად ადამიანებისთვის და კონკრეტულად ქვეყნებისთვის, კომპანიებისთვის თუ ასე შემდეგ, ხო? ამიტომ რაკურსი ცოტა რო შევცვალოთ ზოგადად ადამიანებმა და არა როგორც ნათელხილვა და წინასწარმეტყველება, არამედ როგორც გარკვეული პერსპექტივების წაკითხვა. აი ძალიან კარგი იქნებოდა. ეს ერთი და მეორე მნიშვნელოვანი რამ. ხშირად გამიგია ადამიანებისგან და სხვა შორის თვითონ ასტროლოგებისგანაც, რომ აი კონკრეტული პლანეტა მაგალითად იცვლის რაღაც მდგომარეობას და ამიტომ ამათთვის და ამათთვის იქნება ესეთი და ესეთი პერიოდი. ნახეთ, უკვე ბევრ საკმაოდ წარმოდგენა ექნებათ, რომ კონკრეტული პლანეტები განსაზღვრავენ ადამიანების ბედს, კონკრეტული პლანეტები განსაზღვრავენ კაცობრიობის ბედს და ქვეყნების და სამყაროს ბედს, ხო? სინამდვილეში საქმე ცოტა სხვაგვარადაა და ეს ცოტა ცვლის ყველაფერს, იმიტომ რომ პლანეტები კი არ განსაზღვრავენ. პლანეტებით ვკითხულობთ ჩვენ, როგორი პერსპექტივებია კონკრეტულად ადამიანების შემთხვევაში და სამყაროს შემთხვევაში, იმიტომ რომ აი როგორც ადამიანის პროგნოზი, ამინდის პროგნოზი უпростоრად, ან როგორც იგივე ფეხბურთი, მაგალითად აქტუალური თემაა ბოლო დღეების, ხო? ფეხბურთში პროგნოზირებას როგორ აკეთებენ მოთამაშეებს, ხო? გარკვეული ნიშნებით, გარკვეული რაღაც ნიშნების და სიმბოლოების გათვალისწინებით, ხო? ასევე ხდება ასტროლოგიაში გარკვეული მნათობების და ვარსკვლავების დახმარებით გარკვეული პერსპექტივების წაკითხვა და არა მკითხაობა. კი ბატონო, ქალბატონო ქეთი, აქვე მაინტერესებს როგორც ვიცით ზოდიაქოს ნიშნების დაყოფა ხდება ჯგუფებად, ხო, აი ცეცხლის, წყლის, ჰაერის, სტიქიებად, კი ამ ნიშნებად. რამდენად რეალური არის ეს ყველაფერი და ანუ თუ აი თქვათ უბრალოდ სიმბოლიკა არის თუ ასახავს რაიმე ენერგეტიკის მატარებელი არის, რასაც შემდგომ თქვათ აი ორივე, ხო? ორივე, კი, იმიტომ რომ ეს სტიქიებიც არის გარკვეული ტიპოლოგია. ის ზოდიაქოს ნიშნები უფრო ჩაშლილია. სტიქიებიც არის გარკვეული ტიპოლოგიური მახასიათებელი, რომელიც აერთიანებს გარკვეულ ჯგუფებს. მაგალითად, ცეცხლის სტიქია წარმოგიდგენიათ, ხო? რაღაცა უფრო ცეცხლოვანი, უფრო აქტიური ადამიანი. ამ დროს შეიძლება იყოს საკმაოდ ისეთი პასიური ნიშნის წარმომადგენელი, ხო? ამიტომ ეს არის ზოგადი მახასიათებლები, კიდევ განმეორდები. ნახეთ, აი ვერძის ნიშანი რო ავიღოთ იგივე, ვერძი შეიძლება იყოს საკმაოდ მოდუნებული, საკმაოდ პასიური, ესეთ ვერძებსაც ვიცნობ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასტროლოგია არ მუშაობს, იმიტომ რომ ზოდიაქოს ნიშანი არის ერთ-ერთი პარამეტრი, აი როგორც მაგალითად სამედიცინო სფეროში ანალიზების დროს. ერთ-ერთი პარამეტრი თუ არის შეცვლილი, არ ნიშნავს, რომ კონკრეტულად ეს ანალიზი განსაზღვრავს ადამიანის ავადობის ანამნეზში წამყვან ფაქტორს, ხო? ზუსტად ან დაავადების სახელს მაგალითად ვერ ვიტყვით, რომ რახან მაგალითად ანემია, იმიტომ კონკრეტულად ეს სურათი უნდა იყოს, ხო? ასტროლოგიაში სწორედ ასე არის, იმიტომ რომ ასტროლოგიური პარამეტრების ამ შემთხვევაში მნათობების და პლანეტების პირადი რუკა ამისთვის გვაქვს საჭირო, რომ კონკრეტული მდებარეობით უკვე განისაზღვრება ადამიანი რამდენად ცეცხლოვანია, ან რამდენად არა, ხო? აი პირადი რუკაზე მაინტერესებდა ზუსტად, რომ აი გამიგია მეც, მაგრამ აი რეალურად არ ვიცი რა არის ეს პირადი რუკა. რატომ გვჭირდება პირადი რუკის შედგენა, რა დანიშნულება აქვს, აი რამდენად საჭირო არის და ასე ვთქვათ ფუნქციური არის მისგან მიღებული ეს დეტალები, რომ გამოვიყენოთ თქვა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძალიან კარგი კითხვაა და ნახეთ, პირადი რუკა ეს არის ადამიანის ანოტაცია. აი როგორც პრეპარატებს აქვს ანოტაცია, ზუსტად იგივე ანოტაცია გვაქვს ადამიანის შესახებ. ოღონდ პირადი რუკის შემთხვევაში აუცილებელია ვიცოდეთ დაბადების ზუსტი დრო. დაბადების ზუსტი დრო ეს არის პირველი წერტილი, როდესაც ჩაისუნთქავს ჩვილი. ანუ პირველი სასიცოცხლო ნიშანი, ასე ვთქვათ, ხო? ეს ფილტვებში ჰაერი რო გაიშლება ზოგადად. შესაბამისად, ამ დროიდან გამომდინარე ხდება აგება, იმიტომ რომ წუთებსაც კი მნიშვნელობა, კონკრეტული კოსმოგრამა არის ზოგადი, როდესაც ზუსტი დრო არ ვიცით მაგალითად, თუმცა ისიც საკმაოდ ინფორმატიულია და იმ შემთხვევაში თუ ზუსტი დრო გვაქვს, აი იქ უკვე წუთების თემასაც კი მნიშვნელობა აქვს, ამ შემთხვევაში ვიგებთ უკვე ზუსტად ის პარამეტრები გვაქვს კონკრეტული, რაც საჭირო არის ზუსტი
პერსპექტივების განსაზღვრაში თუნდაც. ნათალური რუკა ის არის პოტენციალის რუკა, უფრო ზუსტად რო შევაფასოთ, ამიტომ ვთქვი, რომ ეს არის მაგალითად ანოტაცია, ხო? იმიტომ რომ რა მოლოდინები უნდა გქონდეს ადამიანისგან, ანუ პოტენციალში რა აქვს. ნახეთ, პოტენციალში რა აქვს არის ასტროლოგიაში ესეთი მაგალითად სიმდიდრის ასპექტები და ელემენტები, ხო? ეხლა აქტუალურია ძალიან კუროს ზოდიაქოს ნიშანში ამზე და კურო განაგებს ასტროლოგიაში მეორე ასტროლოგიურ სახლს, ეს არის ფინანსების და მატერიალური სიკეთის სახლი ზოგადად და ნახეთ, შეიძლება იბადება ადამიანი და აქვს მას რუკაში გამოხატული სიმდიდრის ეგრეთ წოდებული მაჩვენებლები, ხო? ესეთები აქვს მაგალითად ძალიან ხატოვანი, იგივე ტემპერამენტის კუთხით ძალიან მიყვარს ხოლმე მას ლექციების დროსაც ტრამპი, მაგალითად ყველასთვის ნაცნობი, ხო? ძალიან გამოხატული ცეცხლოვანი ტემპერამენტი არა და ცეცხლოვანი ნიშანი არ არის ტყუპები, ხო? ჰაერის სტიქიის წარმომადგენელია სინამდვილეში ტყუპები. შესაბამისად, აი ადამიანი რო იბადება ამ სიმდიდრის მაჩვენებლებით, პოტენციალში აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ის მილიონერი იბადება, ხო? ანუ დაბადების, ანუ ნათალური რუკა, პოტენციალის რუკა სხვა არის და პერსპექტივები, ანუ პროგნოზისტიკის რუკა სხვა არის. დაახლოებით რო გაიგოთ, ანუ მე როგორც ადამიანს რა პოტენციალი მაქვს, ოღონდ აქაც არის ხოლმე, აი ყოფილა შემთხვევა ტელევიზიაში თუ კითხავთ, რომ აი მაგალითად ესეთი და ესეთი ადამიანი როგორი შეიძლება, ვინ შეიძლება იყოს მაგალითად და რო ვნახულობ რაღაც რუკას, ხო? საინტერესო აქ ის არის და პარადოქსული, რომ ესეთი და ესეთი ადამიანი კონკრეტულად, ხო? ორი ერთი და იგივე ჯერ ეს ერთი მაინც საბოლოო ჯამში აი ძველი ასტროლოგია, მე მაინც მიყვარს ძველი ასტროლოგია, იმიტომ რომ ვისწავლებ, სწავლობ ჯერ კიდევ ამ თემაში და ძალიან სხვანაირია. აი თითქოს იმ ძველი ოკულტური და გარკვეული ცოდნების გაგრძელება არის და თანამედროვე ასტროლოგია ცოტა უფრო განსხვავებულია, მოდი ესე ვთქვათ. ბევრი რო არ ვისაუბროთ ამაზე და ნახეთ, აი ძველი ასტროლოგია მაინც ეფუძნება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. იგივე მაგალითად ფილოსოფია აქვს განსხვავებული, ხო? აი ძალიან კარგად იგებ აქ უკვე ზოგადად ცხოვრების პრინციპებს, ზოგადად ფილოსოფიას, ცხოვრების ფილოსოფიას და აქ არის ძალიან მარტივი რამ, რომ ზუსტად ერთ წამში დაბადებული ადამიანები ნაკლებად, ხო რო იყვნენ. ნებისმიერ თუნდაც ერთ ქვეყანაში, თუ გინდა სხვადასხვა ქვეყანაში. მაგრამ იმ შემთხვევაშიც თუ ერთ წამში არიან დაბადებული, პოტენციალი განსხვავებული შეიძლება რომ იყოს, ოღონდ რატომ? იმიტომ რომ სამშვინველი ყველას აქვს განსხვავებული. სამშვინველი რატო და სული და სამშვინველი თითქოს სულამდე გვაქვს დაყვანილი. სინამდვილეში სული სხვა ცნებაა, სამშვინველი სხვა ცნებაა. და შემთხვევით არ მიხსენებია. ანუ ყველა ადამიანს მაინც თავის სამშვინველი აქვს. შესაბამისად, არჩევანის გაკეთება მე შეიძლება სხვანაირად წარმართო ამ არჩევანიდან გამომდინარე აბსოლუტურად ჩემი ცხოვრება, მაგრამ პოტენციალი ხო თითქოს ერთი მქონდა. შესაბამისად, ნახეთ რა არის, აი ამ სიმდიდრის მაჩვენებლებით შეიძლება ერთი და იგივე წამში, ვთქვათ, დაბადებულ ადამიანებს სხვადასხვა ცხოვრება ქონდეთ მომავალში და რატო? იმიტომ რომ არჩევანი უკვე როგორი გააკეთე ამაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ასტროლოგია არ შეიძლება იყოს მკითხაობა და ვერ იტყვი შენ ვერასდროს, რომ აი ადამიანი მაინც და მაინც ესე უნდა იყოს, მაინც და მაინც ესე უნდა ცხოვრობდეს, იმიტომ რომ მის ღმერთმა ხო შექმნა ადამიანი თავის სახით და ხატად, შესაბამისად მას შეუძლია შეცვალოს ყველაფერი. და ეს თემაც საკმაოდ კარგად იშლება ასტროლოგიურად, როგორ შეუძლია და მნიშვნელოვანი ნიუანსი აქ რა არის, ნახე. ერთი და იგივე ორი ადამიანის რუკა რომ აჩვენონ ერთ დროს დაბადებულის, ერთი შეიძლება იყოს ბრწყინვალე კრიმინალი და მეორე შეიძლება იყოს ბრწყინვალე კრიმინალისტი, ვინც ამ კრიმინალურ საზოგადოებაზე ნადირობს. მიხვდით? ანუ პოტენციალს რა მიმართულებას მივცემთ? როგორი გარემო გვყავს? როგორ ქვეყანაში დავიბადეთ, იმიტომ რომ თვითონ ქვეყნებსაც თავის ჩვევები აქვს, თავის კულტურა აქვს, თავის ეგრეგორია აქვს. აქედან გამომდინარე უკვე აბსოლუტურად შეიძლება შეიცვალოს ეს გარკვეული მაჩვენებლებიც, თუმცა სასტარტო პოტენციალი თითქოს ერთი გქონდა. ანუ აქედან გამომდინარე სულ მაინტერესებდა ქალბატონო კეთი. ბევრჯერ ვთქვამთ ჩემთვისაც და მეც მithქვამ სხვებისთვის, რომ ახლა მაგალითად მე რო ვარ სასწორი, 28 სექტემბერს მაქვს დაბადების დღე და ნუ სასწორის სიმბოლო ასოცირდება რაღაც დაიწონასთან ცხოვრებაში და ყველას გონია ხოლმე, რომ რადგანაც სასწორი ვარ, ამიტომ ძალიან მიჭრის გადაწყვეტილებებს მიღება. ამ დროს პირიქით, სადაც არ წავიკითხე მაგალითად ჩემი ზოდიაქოს დახასიათება, ნუ სილამაზეს და ჰარმონიის მოყვარულები ვართ, რაღაც დიპლომატებიც ვართ და ნუ ამაში ვეთანხმები. თუმცა აი ესეთი რაღაცა ეწერა, რომ გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ.
ამ დროს მე საერთოდ არ მიჭირს პირიქით რაღაცას თუ მივიღებ, აუცილებლად მივიღებ, სწრაფად რა თქმა უნდა და ყოველთვის მირჩევნია რომ რაღაცა ვცადო, ვიდრე არ ვცადო და ვთქვათ მე ვინარო. და აქვე სხვათა შორის რამაც ზანგული მათკინა ერთ-ერთ საიტზე წავიკითხე, რომ სასწორებს ახასიათებთ, აი ვთქვათ რაღაცა პოზიციის ან გარემოს შეცვლა ისეო, რომ ამაში საქმის კურსში არავინ არ ჩააყენონო. ეგრეთ წოდებული ეგოიზმად იყო მოხსენიებული. ანუ შესაბამისად მე რისი თქვა მინდა, რომ ის რომ თქვათ სასწორის ესეთი ხასიათება ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ყველა თვისებას უნდა ვამართლებდე, ხო? ამ სასწორი ზოდიაქოს შეიძლება ვიყო მე სხვა სრულიად განსხვავებული, ხო, რაღაცა თვისებებით. Yes. ძალიან კაი ხა დამშვიდდი. ხო. სასწორი არის ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც არის უსულო საგანი. ამაზე კი ფიქრიათ, ამაზე ძალიან ტკივათ ხოლმე გული და მე გაგრძელებას რომ ამბობ ხოლმე ძალიან მოწონთ. ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც არ აქვს სული. მარტივად რო ვთქვათ. და ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც გამოხატავს სამყაროს უმაღლეს კანონზომიერებას. და ეს შემთხვევითი არ არის. სამყაროს უმაღლესი კანონზომიერების სიმბოლო ტყუილა არ იქნა არჩეული, სამართლიანობის სიმბოლოთ იგივე თემიდას რატო უჭირავს სასწორი, ხო? აი ნახეთ რა საინტერესო სიმბოლოა, ხო, თურმე. ანუ სასწორის ზოდიაქოს ნიშანი მიეკუთვნება ჰაერისტიქიას. მას მართავს, ანუ მისი მშობელია პლანეტა ვენერა, რომელიც ვიცით, რომ ქალები ვართ ვენერადან. სიყვარული წარმოგვიდგენია, რომ ეს თემები ზოგადად და წარმოიდგინეთ, როგორი შვილი ყავს, ხო, ეს პირმშო თავისი სასწორი. ამიტომ ყველას გონია, რომ სასწორი არის სიყვარულის, ეს სინარნარის, კი ბატონო, სინარნარის არის, მაგრამ სიყვარულთან არ ესაქმება არაფერი, არის საკმაოდ რაციო ნიშანი, არის ლოგიკის ნიშანი, არის დიპლომატიის როგორც აღნიშნეთ, არის სიმსუბუქის ნიშანი და სამართლიანობის. და რატო სამართლიანობის აქ სულმებადებოდა კითხვა. მე უკვე რომ ეს დავყავი ზოდიაქოს ნიშნები, გამორჩეული ნიშნები გვყავს, 4 გამორჩეული ნიშანი გვყავს, რომელიც გამორჩეულია რაღაცით და ერთ-ერთი არის სასწორი, როგორც გითხარით. და აღმოჩნდა, რომ მედიუმები არიან ბრწყინვალე თურმე სასწორები, რომ გამოვიკვლია. ნუ ეს რას მაძლევს, არც არაფერს, ხო? აღმოჩნდა, რომ იმისთვის, რომ იყო რაციონალური რაღაც კუთხით. აუცილებელია, რომ იყო გამტარი რაციონალური, აუცილებელია, რომ რაღაც მომენტში შენი გრძნობები გაწიო გვერდზე. და ეს ძალიან კარგად გამოსდის სასწორებს ზუსტად იმიტომ არის უსულო საგნად გამოხატული, რომ იმისთვის, რომ მე გავიგო სხვა სამყაროებში რა ხდება. იმისთვის რომ გავიგო ჩემი ახლობლების თავს რა კრიზისები ხდება. ამ შემთხვევაში მე რომ ვიყო ემოციურად ისეთივე მოწყვლადი როგორც სხვა ნიშნები, მაშინ ჩემი აი ეს უნარები აღარ მექნება. ამიტომ სასწორებს აქვს ძალიან კარგად გამოხატული, გარკვეული, აი თუნდაც ეგოიზმი, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ეგოიზმი, თუმცა ჯანსაღი ეგოიზმი მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, თუმცა ეს ეგოიზმი, რომელიც თქვენ ახსენეთ, რაღაც მომენტებში ძალიან კარგია, იმიტომ რომ უნდა იყოს გამტარი და არა ზუსტად ისეთივე იმპათიური თუ იქნები. არ გაამართლებს მოკლედ. ეს ერთი პასუხი. ხა მეორე კუთხით რა მინდოდა მეთქვა. ზოდიაქოს ნიშნით რო ხართ, მაგალითად სასწორი. ეს არის მზე კონკრეტულად იმ ნიშანში გავიგეთ უკვე, რომ მზე არის სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. არის გარკვეული რიგი პლანეტებისა, რომელიც მზე განსაზღვრავს შინაგან პოტენციალს. და არის გარკვეული რიგი პლანეტებისა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ემოციებს. ამაზე მზე არ არის პასუხისმგებელი. რომელიც განსაზღვრავს ადამიანის აზროვნებას. ამაზეც მზე არ არის პასუხისმგებელი. განაგებს ადამიანის ტემპერამენტს და აქტივობას, მაგალითად როგორია აქტიურია თუ პასიურია. აი ეს პლანეტები აღმოჩნდნენ კი სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. მაშინ თქვენ იქნებოდით მერყევი. მაგრამ თუ არ აღმოჩნდნენ, აქ უკვე სხვა მიზეზებია. ამისთვის არის საჭირო ზუსტად ნათელური რუკის გაკეთება, რომ გავიგოთ ჩვენი პოტენციალი, ჩვენი ყველაზე ჯადოსნური ჯოხი რაშია ჩვენი, აი რომელი ჯადოსნური ჯოხი გვაქვს, რა უნარები გვაქვს და რა სისუსტეები და რა გვაქვს ზოგადად დასამუშავებელი. ამისთვის არის საჭირო რუკა, რომ შევიცნოთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ აი ძველად მაგალითად დელფოს კარიბჭეზე
ეწერა ესეთი სიტყვები noscete ipsum ნიშნავს შეიცან საკუთარი თავი. ეს არის კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც უნდა დაუსვას საკუთარ თავს ადამიანმა. ცხოვრების ბოლომდე ამას ვერ გავცემთ პასუხს, იმიტომ რომ სანამ ცოცხლები ვართ ფაქტიურად და სანამ ვსუნთქავთ, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს სახელზე, ჩვენს გვარზე, ჩვენს დამსახურებებზე, ჩვენს ავტორიტეტზე, პროფესიაზე და ასე შემდეგ, სტატუსზე და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ვინ ხარ? აი ეს უკვე ძალიან დიდი გაცნობიერების მერე მოდის ცხოვრებაში. და ზუსტად აი ეს ყველაფერი, ეს ცოდნა, ეს ინფორმაცია შეესაბამება ამ სასწორის სიმბოლოს ზოგადად და საინტერესო რამ არის, ხშირად დაობენ ხოლმე ასტროლოგია რელიგიასთან წინააღმდეგობაში მოდის ხოლმე ხშირად მარტო იმ მიზეზის გამო, რომ ასტროლოგია დაფუძნებულია გარკვეულწილად რეინკარნაციის პრინციპზე. მე არ ვსაუბრობ იმაზე, ეს ასეა თუ არ არის, იმიტომ რომ ემპირიულად, როგორც ფაქტი, მათემატიკურად ამას ვერ დავამტკიცებ. მე შემიძლია ვისაუბრო ჩემს შეგრძნებებზე, მაგრამ ვერასდროს ვერ ვიტყვი, რომ ანუ ეს ასეა, ორივე შემიძლია დავამტკიცო, მაგრამ ეს ფაქტი არ იქნება, ხო? შესაბამისად, აი სასწორის სიმბოლიკასთან დაკავშირებით ძველ ეგვიპტურ წყაროებში ძალიან კარგი ეს მითოლოგია ძალიან მიყვარს და ძალიან კარგი სიმბოლოებია ახსნილი. იქ გარკვეული ეს ნახატები რო არის ფრესკებივით, ხო, რაღაც გარკვეული სიმბოლიზმი. იქ არის ესეთი ქვესკნელის ღვთაება ანუბისი, რომელსაც ხელთ უპყრია სასწორის, დიდი სასწორი მოკლედ და ეს სასწორი ამ სასწორის პინებზე დევს ერთზე ადამიანის გული, მეორეზე ბუმბული. ბუმბული ეს არის ჭეშმარიტების სიმბოლო. იმ შემთხვევაში თუ ადამიანის გული იქნებოდა უფრო მძიმე, ადამიანს მეორედ დაბადების საშუალება არ ჰქონდა. და თუ იქნებოდა საპირწონე ან უფრო მსუბუქი, მოდიოდა, ანუ ჭეშმარიტების გადაწონვა თუ არ ხდებოდა, მოდიოდა მეორედ და შემდეგ აგრძელებდა უკვე ცხოვრებას. მიხვდით? აი ახლა უკვე ამ ყველაფრიდან შეგვიძლია გავაკეთოთ, რას ემსახურება სამყაროს კანონზომიერებებს, რატო ვთქვი, სამართლიანობას, წონასწორობის პრინციპს ემსახურება სასწორი და კიდევ ერთი საინტერესო რამ, არ ნიშნავს სასწორი არ ემსახურება სიყვარულის ცნებას. რაც ბევრს კიდე ერთხელ ვამბობ გონია ხოლმე. სასწორი ეს მსახურება პარტნიორობის თემას. აიწონა დაიწონა ხო გვითამაშია ყველას ხო ბავშვობაში. აიწონა დაიწონა სპინები, ანუ რატო გამოსახავს ნახე ეს პინები წონასწორობას და პარტნიორობას. რა მილიმეტრიცაც, რამდენი მილიმეტრითაც აიწევს ერთი პინა, ზუსტად იგივე მილიმეტრობით დაიწევს მეორე პინა. ანუ ამიტომ არის ცხოვრებაში, რომ ადამიანები ვიბადებით სოციალურ არსებებად, რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ მარტოსულები ვართ და პარტნიორობის თემა ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. და აქ უკვე იშლება იგივე ფსიქოლოგიური საკითხები, ძალიან მარტივად, ძალიან ის მომენტები მტკივნეული ბევრისთვის, რომ აი პარტნიორულ თემაში მეგული ესე მატკინეს და რატო ხდება ესე, რატო ხდებიან სულ ესეთი ადამიანები და ელემენტარულად რო ვიფიქროთ ხოლმე საკუთარი თავის დადანაშაულების კუთხით კი არა, რო ვიფიქროთ აი მარტო ამ გადასახედიდან ეს სასწორის პინები რო გაგვახსენდეს, რომ როგორც კი მე მუშაობას ვიწყებ ჩემ თავზე, იქაც იწყება აუცილებლად ცვლილებები. და ეს გარკვეული წონასწორობა და კანონზომიერების დაბალანსება შედის მოკლედ სასწორის კომპეტენციაში. ამიტომ ადამიანების დონეზე, სამყაროს დონეზე, ეზოთერულ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოს წარმოადგენს მოკლედ სასწორი. ეხლა უკვე იცოდეთ. ძალიან საინტერესო იყო მართლა და ძალიან მაინტერესებდა. ქალბატონო კეთი, რამდენად მუშაობს ნიშნების შეთავსება, ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება? რამდენად შეუძლია, რომ აი ჰოროსკოპმა ზოდიაქოს ნიშნება ახსნან მაგალითად ეს ურთიერთობები, აი თქვათ, რატომ გვიზიდავს კონკრეტული ადამიანები? შეგვიძლია თუ არა რომ თავი ავარიდო ტოქსიკურ ურთიერთობებს, ან არსებობს თუ არა რაღაც ეგრეთ წოდებული აი კარმული, ისე ვთქვათ, სიტუაცია? ბევრი საინტერესო კითხვა იყო და თუ გამოვრჩა რომელიმე შემახსენეთ, იმიტომ რომ ეს შეთავსების იქედან გამომდინარე, რომ ფსიქოტიპებზე ვისაუბრე, რომ რაღაცებში მე თქვენ რო სასწორი ხართ, დამეხმარებოდა მაგალითად რაღაცა კუთხით მინიმალურად სულ რომ ისეთი, რა ვიცი, მოჩხუბარი ადამიანი ყოფილიყავით, რაღაცა დოზით თქვენთვის მნიშვნელოვანი რომ იქნებოდა შინაგანი პოტენციალის კუთხით. ესთეტიზმი, დიპლომატია, მშვიდობა, იმიტომ რომ მშვიდობა არ ნიშნავს, რომ სულ რაღაც მშვიდობის პრედისპოზიციაში შეიძლება იბრძოლოს ესეთმა ადამიანმა, ოღონდ აუცილებლად მშვიდობა იქნება.
იქნება იქ პრიორიტეტი, ანუ მშვიდობისთვის მებრძოლი იქნება. ზუსტად აქედან გამომდინარე, რომ არ ნიშნავს ეს, რომ აბსოლუტურად სასწორად გამოავლენს თავს, ზუსტად მსგავსად შეთავსების დროსაც არ ნიშნავს, რომ ორი იდეალურად შეთავსებადი ნიშანი ფსიქოტიპი, იმიტომ რომ ერთია საუბრობთ ფსიქოტიპებზე და მეორეა როცა საუბრობთ ადამიანებზე, იმიტომ რომ ადამიანები არიან გარკვეული ფსიქოტიპების ჯამი. აი მაგალითად თუ გაქვთ ნანახი ეს ანიმაცია, ყველაფერი თავდაყირა ქართულად მე მგონი ესე ითარგმნება. გოგონას ემოციები და სხვადასხვა პერსონაჟები რო არიან, ხო? ის ბრაზი, იცით, ხო? აი ზუსტად მსგავსად არის რეალურად ადამიანის რუკაც. აი ზუსტად მსგავსი, ამიტომ რომ არიან იქ ჩემი სუბპერსონაჟები, მოდი ესე დავარქვათ, ოღონდ ამას ისე ფსიქიატრიის ჭრილში ისე ნუ მივიღებთ, რომ მართლა ვიღაცები გვყავს შიგნი, ხო? ფსიქიატრიული შემთხვევა რო გავხდეთ. არა. უბრალოდ სიმბოლიზმის სახით შევხედოთ და აი მართლა ესია, რომ აი მაგალითად ჩემი ემოციები შეიძლება ეწინააღმდეგებოდნენ ჩემ გრძნობებს. ჩემ გონებას ეწინააღმდეგებოდეს მაგალითად ჩემი ემოციები და ეს ოკეი, ანუ ჩვეულებრივი ამბავია, შიდა კონფლიქტები მაგალითად საიდან იბადება. და ძალიან კარგია რეალურად შიდა კონფლიქტიც, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მარტო ეს ჰარმონიული მდგომარეობა მაქვს შინაგანად, მე ნებისმიერი ის მომენტი გარემოება, რომელიც გარშემო მაქვს, ყველაფერი მაკმაყოფილებს, ასე ვთქვათ. და მე არასდროს არ ავწევ ერთ ადგილს იმაზე მეტად, ვიდრე შემიძლია და ის ყველაფერი რახან მაკმაყოფილებს, ასე ვთქვათ, ყველაფერი ოკეია და კმაყოფილი ვარ ცხოვრებით. მაგრამ როდესაც გამაღიზიანებელი ფაქტორები რაღაცა იჩენს თავს, აქ უკვე მე აი შიდა კონფლიქტი რისთვის არის საჭირო? ეს უკვე როგორც საწვავი ისე უნდა გამოვიყენოთ. ესეც ესეა, ბუნებაში ესეა რომ დავაკვირდეთ, აი ფიზიკა მარტივად, ხო? როდესაც გარკვეული მიკრონაწილაკები ირხევიან მაგალითად ჰაერში, ისინი დიდს ვერაფერს მარტივად რო ვთქვათ ვერ აკეთებენ, მაგრამ როდესაც ეს მიკრონაწილაკები ერთმანეთს ეჯახებიან, გვაქვს ელექტროენერგია, გვაქვს ზრავის ენერგია, ხო? რითიც უკვე ამხელა რაღაც პოტენციალია უკვე ძალიან დიდი ენერგია, ხო? მსგავსად, აი ეს შიდა კონფლიქტები მაგალითად, აი იმის დამიხედვით უკვე ურთიერთობებში, ხო? ეს კონფლიქტები ზოგადად, შიგნი რა კონფლიქტებიც მაგ გარემოშიც ამას წარმოვაჩენ, ხო? შესაბამისად, ორი იდეალურად შეთავსებადი ფსიქოტიპი, ნიშანი, მაგალითად, ერთ-ერთი, რასაც ჩემი დაკვირვებით ვაკვირდები, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ხშირი ესეთი წყვილები არიან ხოლმე, ქალწულები და მორიელები. აი ძალიან კარგი კომბინაცია, მას ეს არ ნიშნავს ზოგადად, რომ ყველა ქალწული და ყველა მორიელი ერთმანეთს უგებს, ხო? იმიტომ რომ ჩემი ფსიქოტიპი შეიძლება განსხვავდებოდეს, სხვა ნიშნებით ვიყო გაჯერებული და ამიტომ განსხვავდებოდეს. ზუსტად აქედან გამომდინარე, შეთავსება მაინც ამას განსაზღვრავს. ისე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია და ამას გონიერი ადამიანი ისედაც მიხვდება ზოდიაქოს ნიშნების გარეშეც, იმიტომ ამით ისედაც ცხადი არ უნდა განსაზღვროთ, ხო? ჩვენი პარტნიორის, ასე ვთქვათ, იყოს ჩვენ ცხოვრებაში თუ არ იყოს, დასაწყის ეტაპზე უბრალოდ დაკვირვებაც საკმარისია, იმიტომ რომ რასაც ვაკვირდები, თუნდაც პირადი გამოცდილებიდან, არ ამართლებს ისეთი ურთიერთობები, რომელიც ძალიან კონტრასტულია მაგალითად ტემპერამენტით იგივე და რას გულისხმობ, ნახე, თუ ადამიანი არის აქტიური, ესეთი ცეცხლოვანი, ხო? იმ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს გარკვეული გრძნობა, ემოცია, ფლეგმატური, ანუ ისეთი ადამიანისთვის, რომელიც არის ძალიან მშვიდი, ძალიან სტაბილური, ძალიან ნელი, მარტივად ესე მახასიათებლების დონეზე რო ვთქვათ. მაგრამ მათი ურთიერთობა ძალიან დიდ კომპრომისებზე უნდა იყოს მაგალითად აწყობილი, რომ შეინარჩუნონ ურთიერთობა, იმიტომ რომ მე ძალიან აქტიური ცეცხლოვანი ესეთი სწრაფი რო ვარ და შენ სანამ მე წყალი მინდა რომ ვიტყვი და შენ სანამ იმ წყალს მომაწვდი ნელა აუღელებლად იქამდე დავიხშობი, ხო? ძალიან მარტივია აქაც. აი ზუსტად აი ეს დაჯახება შიდა კონფლიქტი. მე თუ გამოვიყენე პროგრესისთვის, განვითარებისთვის კი ამ კუთხით შეიძლება ძალიან კარგად განვითარდეს, მაგრამ იშვიათად სამწუხაროდ. როგორც წესი ეს სიბრძნე მოდის ხოლმე უკვე საკმაოდ 50 და მერე გარკვეულ ასაკში და შედარებით ხდება ხოლმე დასტაბილურება ურთიერთობების ზუსტად ამ დროს და ამის ხარჯზე უკვე, ხო? მაგრამ სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ შემთხვევაში, აი საკუთარ თავზე ძალადობას ყოველთვის მივყავართ კრახამდე. ან მეორე ვარიანტია, თუნდაც ტოქსიური ურთიერთობების თქვენ რაც აღნიშნეთ. ტოქსიური ურთიერთობები რა არის? ეს არის რეალურად, რომ დავფიქრდეთ საკუთარი საზღვრების დარღვევა.
როგორც კი საკუთარი საზღვრები ირღვევა, იწყება უკვე ურთიერთობების გატოქსიურება, ეხლა ძალიან ტრენდულია ეს სიტყვები, ჯერ კიდევ ფსიქოლოგიაში, ნებისმიერ სფეროში, ხო? და იწყება რეალურად ტოქსიური ურთიერთობა რა არის? ეხლა რო გადავხედოთ ჩვენ წინაპრებს, ყველას გამოვლილი აქვს ეს ტოქსიური ურთიერთობა, უბრალოდ იქ იმ დროს არ იყო ადამიანი თავს ფიქრობ ესე კარგად არ იცნობდა როგორც დღეს. ადამიანს ისე კარგად არ ქონდა თვითცნობიერებული თავის შესაძლებლობები. ადამიანი არ იყო იმდენად ფეხზე დამდგარი, მაგალითად ქალი როგორც დღეს, ხო? და ამიტომ იყო ხოლმე მორჩილების მდგომარეობაში, იყო ხოლმე სტრესის მდგომარეობაში, მაგრამ ამას შეგუებისკენ მიდიოდა, ანუ ეს იყო შეგუება და არა მაგალითად კონფლიქტი. კონფლიქტი რო იყოს, კონფლიქტი ძალიან კარგია თვითონ, თავის არსით, ჯანსაღი და რაციონალურად ხო რომ მიუდგეთ ამ სიტყვას, კონფლიქტზე როცა არის საუბარი, იმიტომ რომ ძალიან კარგი მეგობარი, ძალიან კარგი კომპანიონი, კარგი პარტნიორი შეიძლება შეიძინო ამ დროს, როდესაც ჯანსაღი და კონსტრუქციულია ეს კონფლიქტი, ხო? აი პარტნიორობაში ასე არის. მაგრამ მე თუ ამას ვთრგუნავ, საზღვრებს მირღვევ ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ და მე ამას მუდმივად ვთრგუნავ და ანუ ვარდისფერი სათვალე მიკეთია, ყველა ვარიანტში ტოქსიურობამდე მივდივარ და ყველა გამოსავალი ორია ესე დროს. ან უნდა დავშორდეთ, თუ გათვითცნობიერება არ ხდება, ან უნდა მოვითმინოთ და ესე დროს რა ხდება? ესე დროს ირთვება თვითგანადგურების მექანიზმი სამწუხაროდ, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ძალიან მეხარია ხოლმე მედიცინაში უკვე ხშირად მესმის, რომ ითვალისწინებენ, მე არ ვიძახი იმას, რომ მაგალითად 100%-ით მუშაობს ფსიქოსომატიკა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ ხა ელემენტარულია, რომ გონიერი ადამიანი რომ დაფიქრდეს, მიხვდება ხოლმე, რომ ფსიქოსომატურია ძალიან ბევრი რამ. აი თქვენთვის მაგალითად პროფესიიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა არის ნებისმიერი ადამიანი რო აიღოთ, ვისაც გარკვეული კრიზისები აქვს გამოვლილი პირად ცხოვრებაში, ამ შემთხვევაში ქალზე ვისაუბროთ. თუ სწორად ვერ გამოუშვებს იმ თავის ბრას და წყენებს და თანაც ძალიან მოდაშია ხოლმე მე მიტევების პრაქტიკები და მთელ ამ ტკივილს და ამ სიბრაზეს ესე იხშობენ ხოლმე და ნუ მიუტეო და მიტევება სხვა რამე აბსოლუტურად. პირველ რიგში ის ბრაზის იმპულსი თუ არ გამოუშვით, ვიღებთ საკმაოდ რთულ გინეკოლოგიურ პრობლემებს ამ შემთხვევაში, ვიღებთ ონკოლოგიას, ხო? და ეს ყველაფერი უფრო და უფრო ამწოვებს ხოლმე მე ამ მდგომარეობას. და ამიტომ აი გაცვიცნობიერებულობა იწყება რით? პირველ რიგში ცოდნით და აი ეს ცოდნა იმ ძველ ადამიანებს სამწუხაროდ არ ქონდათ. დღესდღეობით უკვე ეს ცოდნა უფრო სხვა ინსტრუმენტებს გვაძლევს და უფრო სხვანაირად რაღაც გარკვეული პერიოდის წინ ერთი ქალბატონი იყო, რომელიც ძალიან ღელავდა იმაზე, რომ შობადობა ჩვენ ერთ-ერთ რაიონში ცხოვრობს, შობადობა მიკლოდა, ესო და ავადება არისო, აბა რა არისო. ავადება არ არის, ეს არის უკვე რეალურად იმ ადამიანების არჩევანი, ვინც ხედავენ, რომ აი ვიღაცა არ შეესაბამება ჩემ მოთხოვნებს თუ არა, ყოველ შემთხვევაში არ მომწონს ბევრი რაღაც ურთიერთობაში. ხო, ესე დროს რას ვაკეთებ? ელემენტარულად აღარ გავაგრძელებ ამ ადამიანთან ცხოვრებას, ხო? აი ეს უკვე დამოუკიდებლობა ამ ადამიანს დღევანდელ ადამიანს აქვს. შესაბამისად არ შემოიფარგლება მარტო იმ ტოქსიური ურთიერთობებით და გადის უფრო მარტივად შედარებით, ხო? და ამიტომ ძალიან ბევრ შეტკივა ხოლმე გული, რომ აი შვილი რატო არ ყავთ, აი ერთად რო არ არიან, ოჯახს რატო ვერ ქმნის და ეხლა თქვენ გაეცით ეხლა ამას პასუხი უკვე რომელი ჯობია. ვიყო მე მაგალითად პარტნიორულ ურთიერთობაში, რომელიც გარკვეული წლების განმავლობაში, აწლეულის განმავლობაში, რომელშიც ვარ დათრგუნული, სადაც ვერ მუშაობ, ვერ გამოვხატავ, ანუ ელემენტარულად ჩემი სურვილების გამოხატვა არ ხდება და არც დაკმაყოფილება, თუ ვიყო ურთიერთობაში, რომელიც მალე დამთავრდება და ვიყო მარტო ბრჭყალებში, რომელიც ჯობია. და ბევრი ამას ვერ ხვდება ხოლმე სამწუხაროდ, რომ აი ეს ადამიანი ახლა მარტო რახან არის. იმიტომ ამას ჯობია მაგალითად ის ადამიანი, სხვა შორის კიდე ძალიან ხშირად რასაც ვაკურდები ხოლმე, აი ტოქსიური ურთიერთობები რო ახსენეთ, არის ხოლმე ოჯახები, ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ერთი ხშირად ვიძახი ხოლმე, ხა ამაზე თუ არ გამკიცხავენ. კიდევ ცეცხლზე თუ არ დამწვავენ. არის ხოლმე ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთი მოძღვრებმა ვიცით, მეორე ფსიქოლოგებმა იციან და მესამე ჩვენ ვიცით, ჩვენი პროფესიის ადამიანებმა, რომ ძალიან ისეთი ბუტაფორიული ოჯახები არსებობს. აწლეულობით 20 წელი და მეტი შეიძლება ერთად იყვნენ და ამ დროს ერთი პარტნიორი თავისთვისაა, მეორე თავისთვისაა, ხო?
აი ესეც კიდე ერთ-ერთი ფაქტია ამისა, რომ ეს ტოქსიური ურთიერთობები არ ნიშნავს იმას, რომ მოკლედ სამუშაო არის ყველა ვარიანტში ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ის რომ ერთად უნდა იყვნენ ეს ტოქსიური ურთიერთობებიდან გამოსავალი ყოველთვის დაშორება რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ პირველ რიგში ცოდნა იმის შესახებ, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ, იგივე ფსიქოლოგის დახმარება თავის დროზე, ხო? იგივე რაღაცების გათვალისწინება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ამ ყველაფერს ავარიდოთ თავი. ასტროლოგია რამდენად გვეხმარება რაღაცებში, რაღაცების პერსპექტივების გათვლაში, იმიტომ რომ როცა იცით მაგალითად, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში შეიძლება გარკვეული სირთულეები გქონდეთ წელს, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვემზადო ამისთვის, ხო? ისევე როგორც ქოლგას დავიჭერ მაგალითად წვიმიანი ამინდი თუა გამოცხადებული. ან ყოველ შემთხვევაში რაღაც ისეთ ქურთუქს ჩავიცმევ, რომელიც ქუდით არის, ხო? აი რაღაცა ელემენტარულ რაღაცას ვაკეთებ ამისთვის. ანალოგიურად ხდება ამ შემთხვევაშიც. ქალბატონო კეთი, სასწორების რადგან საუბრობდით, ბარემ რომ მითხრათ სასწორებისთვის, აი ზოგადი დაკვირვებით, რომელი ზოდიაქოს ნიშანი არის ყველაზე კარგი შეთავსებადი? ფსიქოტიპისთვის შეთავსების კუთხით ყველაზე კარგი წყვილები არიან ჰაერის და ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები. ესენი არიან ტყუპები, ესენი არიან ტყუპებიც საკმაოდ ისეთი მოაზროვნე ნიშანია და ბევრი საერთო შეიძლება გქონდეთ ამ კუთხით. ესენი არიან ასევე მაგალითად მერწყულის ზოდიაქოს ნიშანი, პროგრესულია, საკმაოდ ისეთი მოაზროვნეა, ესეც ინტელექტუალია სასწორის ფსიქოტიპი ზოგადად. ცეცხლის ნიშნებიდან ეს არის ლომი, ეს არის მშვილდოსანი და ვერძი, ეს არის მისი სასწორის კოსმიური წყვილი. აქ რა გვაქვს ნახეთ? ეს არიან ნიშნები, კოსმიური მეწყვილე ნიშნები, არსებობს ესეთი 6 წყვილი ნიშანი და დაყოფილი არიან გარკვეული პრინციპით. მაგალითად, სასწორის მეწყვილე კოსმიური არის ვერძი. და რა ხდება, ნახეთ, არის გარკვეული თვისობრივად, გარკვეული თვისებები, რომელიც საერთოდ წაღებული აქვს ერთ ნიშანს, ისე რომ მეორესთან არაფერი არ აქვს დატოვებული და არის გარკვეული თვისებები, რომელიც ძალიან მსგავსება აქვს ძალიან. აი მაგალითად კონტრასტული სასწორის და ვერძის შემთხვევაში არის ის, რომ ვერძი არის მებრძოლი და სასწორი არ არის საერთოდ მებრძოლი. პირიქით, სიმშვიდის სიმბოლოა და დიპლომატია და ვერძის შემთხვევაში ხელის დარტყმაც ისეთი მაგიდაზე ხელს რო დაარტყავ, ანუ ყველაფერი გარკვეულია, ხო? სასწორის შემთხვევაში პირიქით. მაგრამ რა არის იცით პარადოქსული? პლუსი და მინუსი ხო იზიდავს ერთმანეთს. ზუსტად ამ პრინციპით ძალიან დიდი მიზიდულობაა ხოლმე როგორც წესი ამ კოსმიურ მეწყვილეებს შორის, თუმცა იმას ვერ ვიტყვი, რომ ესეთი ურთიერთობები დიდხანს გასტანს. ხშირია ხოლმე საკმაოდ ტოქსიური ურთიერთობები ესეთ მეწყვილე ნიშნებში, იმიტომ რომ დიდი ვნება და ცეცხლი მოდის და მერე უკვე გარკვეული კონფლიქტებიდან გამომდინარე იშვიათად ხდება ამის დარეგულირება. ხდება რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ისევ და ისევ ადამიანის პირად რუკას აქვს მნიშვნელობა და არა მხოლოდ ფსიქოტიპს და ზოდიაქოს ნიშანს. ყოფილა შემთხვევა, როცა აი ადამიანისთვის შეგიხედავდან აი ურთიერთობაში რაღაცა მცირე დოზით გიურთიერთობათ და უკვე მივხვდარხართ რომელი ზოდიაქოს ნიშანი ყოფილა? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არის ასტროლოგიაში ესეთ ცნება ასცენდენტს ნიშნავს ამომავალს და აი ეს წერტილი რომელ ნიშანში ხდება ხოლმე რეალურად ძალიან ხშირად შეგვიძლია პროგნოზირება გავაკეთოთ ამ წერტილით. მზე კიდე იმდენს არ გვაძლევს ხოლმე ინფორმაციას, როგორც ასცენდენტი, აი რომ შეხედავ და რაღაცა აი გავს რა, რაღაცა აქვს ეს იმპულსი, ხო? ყოფილა ხშირად, თუმცა ეს 100%-იანი ნამდვილად არ არის და გვეხმარება ამ შემთხვევაშიც რა, აი ასტროლოგიას აქვს თავისი ინსტრუმენტები. არც ერთ სხვა ესეთ მიმართულებას, მოდი მოძღვრებას, მეცნიერებას არ დავარქმევ. ბევრი შეიძლება გაღიზიანდეს ამაზე, თუმცა ჩემთვის ასტროლოგია არის მეცნიერებას, მოძღვრებაც ყველაფერია და ვიღაცისთვის არ არის და რა თქმა უნდა, მე არ მაქვს ამაზე პრეტენზია. ასტროლოგია არის ყველაზე მდიდარი ამ თავის ინსტრუმენტებით, რომელსაც აქვს თავისი კითხაობის მეთოდიც კი აქვს. ნუ ბევრს ხო გონია რომ ასტროლოგია საერთოდ კითხაობა, მაგრამ ესეც კი აქვს თავის მეთოდიკა. აქვს პროგნოზირების მეთოდიკა, აქვს ტიპოლოგია არაჩვეულებრივი, აქვს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, როგორც აღნიშნე უკვე. და ნახეთ, თითოეულ ფსიქოტიპს ნიშანს, ანუ აქვს თავისი კონკრეტული მახასიათებელი. მაგალითად, სასწორის ზოდიაქოს ნიშნებს აქვს თავისი მახასიათებლები. სამოდელო ბიზნეს რო გადახედოთ, ძალიან ბევრია სასწორის ზოდიაქოს გავლენიანი. მაგალითად, მურიელებს აქვს სახასიათო თვალები.
და ეს გარკვეული მზერა თვალის ჭრილი კი არა, გარკვეული მზერა აი ვერ აღწერ რა არის, მაგრამ აი მზერაში და მაგნეტიზმში, მზერის მაგნეტიზმში უკვე ხვდები რომ ეს მორიელია. მაგალითად, კირჩხიბებსაც აქვს გარკვეული თავისი სახასიათო შტრიხები. მაგალითად, აქვს წყლიანი თვალები გინახავთ? აი ლივ ტაილერი მაგალითად არის, არ მახსოვს რა ნიშანია, მაგრამ ასცენდენტით კირჩხიბია და ეს თვალები არ დამავიწყდება. იმიტომ კი არა რომ ლამაზი ფერია, შეიძლება შავი თვალის ფერი იყოს, მაგრამ მაინც თავისი მისტიურობა და სექსუალურობა აქვს ამის თქმა მინდა. მაგალითად, ლომის ზოდიაქოს ნიშანს ხშირად ამოიცნობთ თუ აქვს ადამიანს ეს მახასიათებელი, ხშირად ამოიცნობთ ხვეული თმით. ხშირად ამოიცნობთ ჭორფლით. ხშირად ამოიცნობთ ცეცხლოვანი ტემპერამენტის ადამიანებს ვეგეტოსი წითლეს ვეძახით ამას. ხშირად ესეც შეიძლება კონდეს სამედიცინო სფეროში და შეიძლება თუ გინახავთ აი სიწითლე რომ მოსდის ადამიანს როგორც ტრამპს. ძალიან ცეცხლოვანი ენერგია ძალიან დიდი აქვს ტრამპსაც და იმიტომ გითხარით რომ ძალიან ხატოვანია და ძალიან მიყვარს ხოლმე ამის გათვალისწინება, ასე ვთქვათ, ადამიანის დახასების დროს. თან არც ერთი ფსიქოტიპი ისე კარგად არ ავლენს ქოლერიულ ტემპერამენტს, აი მაგალითისთვის რომ მოიყვანოთ როგორც ტრამპი. და სხვათა შორის ამ შემთხვევაში ძალიან გვეხმარება ასტროლოგიას აქვს თავისი ფსიქოლოგიური, ესე ვთქვათ, მომენტები, რომელსაც დღეს წარმატებით იყენებენ თუნდაც ფერების ფსიქოლოგიაში. ასტროლოგიას აქვს თავისი სამ პარამეტრზე იყო, მაგალითად, ადამიანის თერაპია ძველ კულტურ წყაროებში. ასტროლოგია მაგისთვის სჭირდებოდათ, იმიტომ რომ იქიმები თუ ასტროლოგები არ იყვნენ. ისე არ ქონდათ უფლება, რომ ადამიანისთვის ემკურნალათ მაგალითად და ნახეთ სამ პრინციპზე იყო აწყობილი ადამიანის თერაპია. ეს იყო ფერები, ეს იყო ბგერები და ეს იყო გარკვეული ესეთი ბგერებშიც რას გულისხმობ. მაგალითად, დღესდღეობით ეს ბგერები, კომპოზიციები არსებობს ისეთი, რომელიც არის თერაპიული და რომელ ტემპერამენტს რა ჭირდება მაგალითად. ფერების შემთხვევაში, მაგალითად, თუ ვხედავ, რომ ადამიანი არის მკვეთრად გამოხატული ცეცხლოვანი ტემპერამენტის, მე ძალიან მარტივად შემიძლია მასზე манипуლირება. და თუ მაგალითად ტრამპს იგივე ავიღოთ, წითელი ფერის დომინირებას გაუკეთებ ირგვლივ, შეიძლება სიტყვით გამოსვლის დროს ისე აპილპილდეს და ისე გაცეცხლდეს და სტრესში ჩავარდეს, რომ საკმაოდ დაკარგოს იმან თავისი ჩვეული ნორმალური სახე, ასე ვთქვათ. და პირიქით შემიძლია მანევრირება ლურჯი, ცისფერი ტონებით, საკმაოდ ისე დავალაგო მისი ეს ცეცხლოვანი გაცხარების მომენტი, რომ საკმაოდ დამშვიდდეს, ხო? აი, ყველაფერს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს. და კიდე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ამ შემთხვევაში საკვებიც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის, იმიტომ რომ აი ყავა გიყვართ? კი, შეიძლება არის მაგალითად ცეცხლოვანი ტემპერამენტის სასმელი. შესაბამისად, ხშირად შეიძლება ნახოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან ძალიან აქტიური, ცეცხლოვანი ესეთი ტემპერამენტის, ყავას ვერ სვამო შეიძლება გითხრან ესეთმა ადამიანებმა, რატო? იმიტომ რომ ისიც ცეცხლოვანი აქტიური ტემპერამენტის სასმელი ეს ადამიანიც ესეთი და ან თავს აატკიებს, ან გულს აუჩქარებს, ან რაღაცა აუცილებლად ხდება ხოლმე ესეთი რამ და აი ყველაფერს მოკლედ თავის ადგილი აქვს ამ კუთხით. ქვებს როგორი დატვირთვა აქვს ქალბატონა ქეთი? აი წამიკითხავს რომ რაღაც ჩემი ზოდიაქოს მაგალითად ქვა ეს კონკრეტული, რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ ადამიანმა თქვა თავის ცხოვრებაში ატაროს ეს თავისი ქვა? აი ზუსტად ქვები გამოვყავი მესამე წეღანով საუბრობდი, იმიტომ რომ მინდოდა მაგისთვის შემომენახა ფერები, ბგერები და ქვები. ქვები არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ ძველი ასტროლოგია ლითოთერაპია ქვია, ხო? ამ კუთხით იყენებდნენ ქვებს. იქ ეგონათ იგივე ალქიმიური დანიშნულება ქონდათ. ალქიმიური იმ დროს ეს არის ჩვეულებრივად სამეცნიერო კუთხით, ხო? იყენებდნენ, მაგალითად, ფხვნიდნენ, ფქვილად აქცევდნენ და იყენებდნენ მაგალითად სასმელათაც გარკვეულ მინერალურ ქვებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვებს და აქ მინდა შევეხო ასტროლოგიაში აი ფერების მიხედვით ძალიან მარტივად შეგვიძლია ძირითადად რა თქმა უნდა ეს ყოველთვის არ ემთხვევა, მაგრამ ფერების მიხედვით შეგვიძლია ადვილად პერსპექტივაში დავეხმარო ადამიანს იმის გასაგებად, რომელი მინერალური ქვა მოუხდება. მაგალითად, თუ მე ვხედავ, რომ ადამიანს აქვს დისციპლინის პრობლემა, პირადი საზღვრების time management-ის პრობლემა, აქ არის ესეთი პლანეტა სატურნი, რომელიც ბევრს გაუგია. ესეთი კოსმიური მასწავლებელი პლანეტა, რომელიც ქმნის გარკვეულ სტრუქტურას, ჩარჩოებს ადამიანის ცხოვრებაში, ხო? და ეს სატურნი როდესაც დეფიციტი ან დაზიანებულია ადამიანის რუკაში, ხო? მე მჭირდება ისეთი მინერალური ქვები,
რომლებიც მის თვისებას წინ წამოწევს ამ შემთხვევაში ვიქნები უფრო სტრატეგიული, უფრო time management-ს უფრო გავითვალისწინებ, უფრო კონსტრუქციული ვიქნები და ამ შემთხვევაში მეხმარება ლურჯი ფერის ქვები, როგორიც არის ლაზურიტი, საფირონი და ასე შემდეგ. იგივე სატურნის თემა ახლა აქტუალურია ძალიან ვერძებისთვის და სასწორებისთვის, იმიტომ რომ სატურნი ახლა გადის ვერძის ზოდიაქოს ნიშანს, წელს დაიწყო 2 წელიწად ნახევრიანი ციკლი აქვს და გარკვეული გამოცდების პერიოდი აქვს, ოღონდ სხვადასხვა თემაში, არა ყველა ადამიანს ეს 2 წელიწად ნახევარი მთლიანად არ ეხება, მაგრამ რაღაც ეპიზოდები მეც მაქვს მაგალითად ახლა გარკვეულ პერიოდში და ეს სატურნის პერიოდი რამდენიმე თვიანი შემეხება და აი მათ შემთხვევაში ეს სატურნის თემა რახან აქტუალურია, ვერძებს და სასწორებს ძალიან ურჩევდი, რომ გამოიყენონ სატურნის ენერგიის გაკეთილშობილებისთვის აი ეს მინერალური ქვები, როგორც არის ლაზურიტი, საფირონი და ასე შემდეგ. ეს დაგვეხმარება გარკვეულწილად გარკვეული სატურნისეული ეფექტების შერბილებაში, იმიტომ რომ სატურნი საკმაოდ ხისტია, საკმაოდ მკაცრია. აი ჰარი პოტერში ეს პერსონაჟი, რომელიც არის ყველაზე ცუდი ტიპი რო არის და ბოლოს რო აღმოჩნდება, რომ ყველაზე კარგი ტიპი, აი ეს არის ტიპიური სირიუსი, ხო, მე მგონი თუ რაღაც მსგავსი სახელი აქვს. ტიპიური სატურნიანელია, მოკლედ, რომელიც საერთოდ ემოციებსაც არ განახებს. სატურნიანული ტიპის ადამიანებიც არსებობენ ესეთები, რომლებზეც ძალიან რთულია პროგნოზირება რა დროს რას იზავს, იმიტომ რომ იმდენად ცივია, რომ საერთოდ ვერ იგებ მოწონხარ, არ მოწონხარ, კონსულტაციაზეც რო არიან ხოლმე ესეთი ადამიანები, საერთოდ ვერ იგებ, რომ ახლოს ხარ რაღაცასთან, თუ საერთოდ არა. და ესეთი ბუნება აქვს საკმაოდ ხისტი და მკაცრი და მისი ეფექტების შერბილებისთვის ძალიან კარგია. მოკლედ ამ მინერალური ქვების კუთხითაც გათვალისწინება. თუ ვხედავ, რომ ადამიანი თავდაჯერებული არ არის, ამ კუთხით უფრო აქვს პრობლემა, ამ შემთხვევაში მზე რა არის? მზე ეს არის, ხო, შინაგანი მზე თუ არ აკლია ადამიანს ან ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას გვაქვს, ხო, რაღაც ესეთი პერიოდები, ამ შემთხვევაში ვიყენებ მზის ქვებს. თუ ემოციური გარკვეული პრობლემები აქვს და ხშირ შემთხვევაში ქალბატონებს, რომლებსაც აქვთ ხოლმე თუნდაც ეს ტოქსიური ურთიერთობების თემა არის აქტუალური, ან თემა არის, რომ აი პარტნიორულ ურთიერთობას ვერ იწყებენ საერთოდ განვითარებაზე საუბარი არ არის. ძალიან ხშირად არის ხოლმე მთვარის პრობლემა პირად რუკაში, გარკვეული ემოციური ბლოკები თუ გაგიგიათ საერთოდ. ემოციურად იმდენად არის შეზღუდული ეს ადამიანი, რომ შეიძლება საერთოდ არ გამოხატავდეს გარკვეული ამასაც თავისი ფსიქოლოგიური ესე იგი სასტარტო მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა, ბავშვობა, განსაკუთრებით 7 წლამდე, ხო, როგორ ვითარდებოდა მისი ბავშვობა, აქედან გამომდინარე შეიძლება იმდენად შეზღუდული იყოს უკვე ამ ემოციური კუთხით, რომ უჭირდეს ემოციების გამოხატვა და ამ შემთხვევაში ადამიანი ზოგადად იკვებება ემოციით, ხო და პარტნიორულ თემაში ძალიან უჭირთ. აი თუ ხედავ, რომ ამ კუთხით პრობლემა აქვს, გვეხმარება მთვარის გარკვეული ქვები. მთვარის ქვა პირდაპირ იცით, რომ მთვარის ქვებს მიეკუთვნება, ხო? ხო და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვებს. 3 მნიშვნელოვანი რამ, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ქვებთან მუშაობისას. ტარებისას. პირველი, ქვა უნდა იყოს სუფთა. ენერგეტიკულად ეს რას ნიშნავს? უნდა გვერჩივნოს რელიკვიები და ეს მემკვიდრეობით გადაცემული ესეთი ძვირფასი ქვები რო გვაქვს, ხო? უნდა გვერჩივნოს ჩვენი ნაყიდი იმის მიათედი ფასით იყოს და ვიცოდე რომ იქნება ახალი, ვიდრე ის რომელიც გამოცდილია როგორი ადამიანის ხელში არ ვიცით, იმიტომ რომ ძირითადად ეხა ომები რა წარსული გვაქვს გამოვლელი, ხო? აი თუ დარწმუნებული ვარ რომ ეს ადამიანი იყო მაგალითად ბედნიერი, ესეთი, კი ბატონო, რატომაც არა შემიძლია ვატარო ეს ქვა. თუ არა, სხვა შემთხვევაში პირველი უნდა იყოს სუფთა ენერგეტიკის ქვა, ხო? მეორე, უნდა კონდეს შეხება კანთან. აი ხშირად მინახავს, რომ რაღაცა ძვირფასი ქვა თავისთვის, ჩემთვის კარგია, უყიდია და რა თქმა უნდა ამ დროს არ ვერავი. უბრალოდ რაღაც გარკვეულ ჩარჩოშია. და კანთან შეხება საერთოდ არ აქვს. ჯობია რომ კანთან შეხება კონდეს. მით უმეტეს ქვა უნდა იყოს, არ უნდა იყოს დაზიანებული. ბზარი რაღაც ესეთი და დარწმუნებული უნდა ვიყო, პროფესიონალთან უნდა მქონდეს შეძენილი, ხო? ამ შემთხვევაში კი მეც რაღაც ქვებს ვცნობ, მაგრამ ეს არ არის და გარანტია იმისა, რომ 100%-იანი მე არ ვარ მინეროლოგი და შესაბამისად იმას უნდა შესწავლა და დაკვირვება რამდენად რეალურია ქვა.
სავსემთვარეობაზე ზოგადად ხდება ხოლმე დამუხტვა მინერალური ქვების და გაწმენდაც პერიოდულად ჭირდებათ. მაგალითად 3 დღეღამე რო იყოს მარილში საკმარისია აბსოლუტურად, რომ გაიწმინდოს ჩვეულებრივ, თუმცა სრული წაშლა ინფორმაციის არც ლითონის შემთხვევაში და არც ქვების შემთხვევაში არ ხდება. ამიტომ არ არის რეკომენდებული ის ანტიკვარების და რაღაცების გამოყენება ჩვენთვის სასურველი ნამდვილად არ არის. ახლა გამახსენდა ასეთი კითხვა, რომელიც ძალიან დიდი ხანია მაინტერესებს რეზიდენტურაში სწავლის პერიოდში, მე ან გინეკოლოგიაზე. ყოფილა შემთხვევები, ნახე ფიზიოლოგიურ მშობიარობას ასე ვერ განსაზღვრო, მაგრამ აი ამ დღეს მინდა ბავშვი გავაჩინო ამ საათზე, მაგრამ ეს საკეისრო კვეთების დროს ყოფილა, რომ დედებს რამოდენიმეჯერ უთქვამთ, რომ აი მინდა ჩემი შვილი ამ დღეს დაიბადოს, აი ამ და ამ საათზე ამოიყვანეთ. აი რამდენად გამართლებადი არის ეს ტაქტიკა და რამდენ რეალური არის სერვისი, რომელიც ითვალისწინებს ჩემ შემთხვევაში მომართავენ ხოლმე ხშირად, როდის ჯობია ამ შემთხვევაში საკეისროს ჩანიშვნა. და ეგეც ძალიან კარგია რეალურად, იმიტომ რომ ის კონკრეტული ადამიანი როდის მოვა ამ ქვეყანაზე ერთი ღმერთმა იცის, იმიტომ რომ შეიძლება დაგეგმილი გქონდეს საკეისრო და აღმოჩნდეს რომ მაინც მანამდე დაიბადა, ხო? მაგრამ თუ შეგვიძლია ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია დროსაც თუ გავითვალისწინებთ. იმიტომ რომ იმ დროს გვაქვს ესე იგი შანსი, რომ რაღაცა პატარა ცვლილებები ჩვენ შევიტანოთ, ხო? ძალიან კარგია. ამიტომ გავლენა აქვს მაინც რაღაცა დროს. კი. ქალბატონო კეთი, ახლა მინდა ცოტა ზოგად სურათზე გადავიდეთ, ფართო სურათზე, რომ როგორი არის ზოგადად 2026 წელი. ნუ ახლა მაისში ვართ ფაქტიურად, მაგრამ აი მაინც როგორც ვიცით, ცეცხლოვანი ცხელის წელია, რომელიც ენერგიასთან არის, რაღაცა სისწრაფისკენ არის მიმართული. თუმცა აი რა ტიპის ენერგიებს უნდა ველოდოთ, აი რა რითი შეიძლება იყოს ეს წელი განსაკუთრებული ზოდიაქოს ნიშნებისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, ასტროლოგია ეს არის მათემატიკურ ციკლებზე აგებული გარკვეული მოძღვრება, რომელიც გვეხმარება ამ ყველაფრის შეფასებაში, ხო? აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციკლი შეიკრა ცეცხლოვანი ცხენის წელი რატო არის ეს აღმოსავლური ასტროლოგია, მაგრამ მაინც წარმოდგენა რო გქონდეს. ნახეთ, ცეცხლოვანი ცხენის წელი არის 60 წელიწადში ერთხელ. 12 ნიშანი გვაქვს და აღმოსავლურ ასტროლოგიაში არის 5 სტიქია. და ეს ცეცხლოვანი სტიქიის წელი არის გამორჩეული, უფრო მეტად იგივე რო გადავხედოთ. აი, რაში გვეხმარება ეს? ხო გაგიგიათ, რომ მოდა ტრიალებს, ხო, რაღაც ციკლებში ტრიალებსო, ხო, 60 წელიწადში ერთხელო. ესე ტრიალებს რეალურად ბევრი რამ. იმიტომ რომ სამყარო ამ ციკლებზეა აგებული. ისევე როგორც ადამიანი, სხვადასხვა ციკლები, სეზონური ციკლები, ყველაფერს აქვს თავის ციკლები. აი, ეს მათემატიკური ციკლების გამოთვლა ხდება ასტროლოგიით. შესაბამისად, წელს ცეცხლოვანი ცხენის წელი პირველ რიგში ცეცხლოვანია, ცხენი ისედაც აქტიურია, ცეცხლოვანია, რაღაც ნახტომს უკავშირდება. ეხლა მეორე საკითხი. წლევანდელი წელი არის 2026 წელი. ნუმეროლოგიურად რო დავაჯამოთ, ვიღებთ 10. 10 ციფრი არ არის, ერთიანია ციფრი, 1-დან 9-მდე გვაქვს ციფრები. შესაბამისად, ეს არის მზის ენერგია, ერთიან შესაბამისად მზე. მზის ენერგია, აქაც ცეცხლოვანი ენერგია გვაქვს, თან სუფთა ენერგია, ეს არ არის ომების ენერგია, ეს არის დაბადების ენერგია, ეს არის ახალი საწყისის ენერგია, თუმცა ცეცხლოვანი და აქტიურია. ბრძოლებიც არის აქ, ყველაფერი მოსულა ბრჭყალებში, მაგრამ უფრო პოზიტიური არის ეს წელი, მაგალითად სხვა წლებისგან განსხვავებით. გამოსავალი უფრო პოზიტიურია, მიხვდით? გადავიდეთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ციკლების გადაკვეთა დაემთხვა წელს. ეს არის სატურნის ციკლი და ეს არის ნეპტუნის ციკლი. 13 წლიანი ციკლი აქვს ნეპტუნს. სატურნს აქვს 2 ნახევარწლიანი ციკლი, ანუ ერთი ნიშანი რო გაიარონ, ჭირდება ნეპტუნს 13 წელი, სატურნს 2 ნახევარი წელი. აი ორივე ისე შეიკრა ეს ციკლები, რომ ორივე აღმოჩნდა ნულოვან წერტილზე. სწორედ წელს, წლის დასაწყისში. ანუ ესეც თან ვერძი პირველი ნიშანია. ახალი ციკლი დაიწყო, ესეც მიუთითებს მაგაზე და რამხელა ციკლს ჩაეყარა საფუძველი. ეს ყველაფერი, ანუ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, დაკვირვების ნიშნულები გვაძლევს იმის დასტურს, რომ წელს 30 წელი ჭირდება დაახლოებით სატურნს, რომ მოიაროს ყველა ნიშანი, ხო? აი ეს 30 წლიანი ციკლი დასრულდა და წელს დაიწყო ამ კოსმიურმა ჩვენმა მასწავლებელმა ახალი ციკლი. შესაბამისად, წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი სასტარტო მნიშვნელობის წელი და ყოველი მომდევნო წელი იქნება უკვე ამ ფუნდამენტზე დაშენებული რაღაცა იმის გაგრძელება, რომელიც წელს დაიწყება. მზე ახალი წამოწყებებია თქო, ცეცხლი, ცხენის ცეცხლოვანი წელი, ახალი კიდე ნახტომი.
სიმპტომებია თქო, ხო? წარმოიდგინეთ, რომ მოკრიბოთ, უკვე რაღაცას ხო გვეუბნება. გარდა ამისა, ეს წელი დაიწყო დაბნელებით მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. წელიწადში გვაქვს ხოლმე დაახლოებით საშუალოდ 4 მზის და მთვარის დაბნელება. ეს მოხდა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. მერწყული არის რეფორმატორი. ნუ ეს ამბავი გაგიგიათ? ზუსტად იგივე პერსონაჟი, იმიტომ რომ ეს აქაც ციკლურობა გვაქვს სხვადასხვა რელიგიებში, სხვადასხვა მითოლოგიებში, კულტურებში ისტორიები მეორდება. ნუ ეს ამბავი არის ერთ-ერთი დევკალიონის ამბავი, რომელსაც ყავს მეუღლე პირა და მათ შემთხვევაშიც მოხდება წყალდიდობა, ღმერთები განრისხდებიან და მოხდება წყალდიდობა და ეს დევკალიონი არის ამ მერწყულის ნიშნის სიმბოლიზაცია. და რატომ მოვყევი ახლა? აი ამ სწორედ მერწყულის წყალდიდობით ის ხელთ რო უყრია, ხო, ეს თავის სიმბოლო რაც აქვს, მოკლედ, საიდანაც გადმოედინება ულიმიტო წყალი ფაქტიურად. ეს არის მუდმივი ცვლილების, რეფორმების, რევოლუციების სიმბოლო. მერწყული არის რეფორმატორი ნიშანი, რომელსაც შემოა ყოველთვის რაღაც ახალი. მერწყული არის თხისრქის ლოგიკური გაგრძელება, იმიტომ რომ თხისრქა არის სატურნის პირმშო, რომელიც არის კონსერვატორი, რომელიც არის ძალიან ესე სტაბილურად ინახავს, კონსერვაციას უკეთებს ნებისმიერ იდეას, ნებისმიერ პროექტს, ნებისმიერ მოძღვრებას და იდეოლოგიას. ეს შეიძლება სატურნიანული, შეიძლება იყოს აი ის ჩაქვიტკირებული და უკვე დაძველებული, დაჭაობებული იდეოლოგიები, პროექტები, პროფესიები თუნდაც, რომელიც აი უკვე ძალიან დიდი ხანია რაღაცებში კარგია, რაღაცებში ანუ არ ვაფასებ მე ამ კუთხით. და აი მერწყული არის ამ ყველაფრის განულება. მერწყულმა ანუ უნდა მოაწყოს ეს წყალდიდობა, მარტივად რომ გავიგოთ, იმისთვის რომ დაიწყოს ახალი სიცოცხლე. შესაბამისად ამ კუთხითაც ეს დაბნელება გვაძლევდა ამ ნიშანს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა ძველი ჩამოირეცხოს, რომ მერე უკვე დაიბადოს ახალი ცხოვრება, ახალი სიცოცხლე, რომ უკვე თავიდან დაიწყოს ყველაფერი. აი ამას აკეთებს ეს წლევანდელი წელი. გარდა ამისა მნიშვნელოვანია იმით, რომ როგორც უკვე აღნიშნე, წლის დასაწყისიდან დაიწყო გამოცდები უკვე დახურეს ქალწულებმა და თევზებმა გარკვეული კოსმიური გამოცდების პერიოდი და ასეთი საპასუხისმგებლო პერიოდი დაიწყო ვერძებისთვის და სასწორობისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გავლენა პირად რუკაში ამ ნიშნების. ამიტომ ყველას ურჩევ, რომ გაიარონ კონსულტაცია, შესაბამისად პროფესიონალთან, რომ ვერჩიდან ეს გარკვეული მდგომარეობა უფრო მტკივნეულია ხოლმე, იმიტომ რომ ვერძი საკმაოდ ისე მტრულად არის სატურნი, პლანეტა სატურნი განწყობილი ამ ნიშანთან და უფრო მტკივნეულად, ძალიან ჯიუტი ნიშანია და შესაბამისად ამ სირთულეებსაც უფრო დიდი სიჯიუტით და უფრო მტკივნეულად ეჯახება. და ამიტომ კარგი იქნებოდა ფსიქოლოგიური ლავირება, რაც სასწორებს ნაკლებად უჭირს. და ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა თუნდაც ფსიქოლოგთან გარკვეული კონსულტაცია, ფსიქოლოგიურად საკუთარ თავზე მუშაობა ამ კუთხით გაცილებით უფრო გაუმარტივდებოდათ ამ შემთხვევაში ვერძებს და ვერძის გავლენიანებს. და მერე სასწორებსაც. ეხლა მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, კოსმიურად, ანუ მნიშვნელოვანი რაც გვაქვს, ეს არის მერწყული ვახსენე, მერწყულის კოსმიური მერწყული არის ლომი და ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადადის ზაფხულში, მალე პლანეტა იუპიტერი. პლანეტა იუპიტერი ეს არის სიკეთის, აი ხოტეი თუ იცით, ეს ღიპიანი ბუდა ხო, სიმდიდრის და ძალიან კარგი ესეთი განწყობის, პოზიტივის სიმბოლო არის ზოგადად. აი სიმბოლიზაცია არის იუპიტერი, პლანეტა იუპიტერი სწორედ ამისი. კოსმიური სიკეთის და ლომი არის ნიშანი, ზოგადად ცეცხლის ნიშნები უყვარს იუპიტერს და ლომი არის ნიშანი, სადაც შეიძლება ბევრ ლომს და ბევრ ლომის გავლენიან ადამიანს ლანგარზე მიუვიდეს გარკვეული სიკეთეები. თუ დამსახურებული აქვს მით უმეტეს, ხო? და რეალურად ეს ყველაფერი იუპიტერის დამსახურება არ არის, ან სატურნის ცუდ შემთხვევაში. ეს არის გარკვეული ციკლები, რომელიც ეხლა იკვრება. და ამას ხსნით ამ იუპიტერის და სატურნით, ხო? ესეთი ჩართვა გავაკეთოთ, მაინც უფრო მათემატიკური. და ამ კუთხით უფრო პარტნიორული კუთხითაც იგივე ლომებისთვის ძალიან კარგი პერიოდი შეიძლება იყოს, უკვე ზაფხულის პერიოდი, როგორც აღნიშნე, ზაფხულიდან მომავალი 1 წელი. აი დაახლოებით ესეთი პერსპექტივები გვაქვს წელს და ერთი საკვანძოთ მნიშვნელოვანი აგერ ახლახანს აპრილში 26 აპრილს პლანეტა ურანი 26 აპრილს გადავიდა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში.
აქ ის გადავიდა დამიწებული, სტაბილური, ცოტა სტაგნაციისკენ უარყოფითი თვისება რო არის სტაგნაცია, ესეც აღნიშნოთ კუროს ნიშნიდან ტყუპების ნიშანში. ტყუპების ნიშანი არის ქაოტური ნიშანი. ეს ნეგატიური თვისება რო აღნიშნოთ რა და დანარჩენი აი ამ ქაოსს თუ დავალაგებთ, არის ბრწყინვალე, განსაკუთრებით ურანისთვის, იმიტომ რომ ურანი ეს არის ნახტომების პლანეტა. ეს არის სტრეს პლანეტა, როგორც მედიცინაში მაგალითად, ნებისმიერი თუნდაც მოულოდნელობა და სიურპრიზი უკავშირდება გარკვეულ სტრესს ჩემი სხეულისთვის, ხო? ასეთი პლანეტაა ურანი, ანუ გარკვეულ სიკეთეებსაც იძლევა, მაგრამ სტრეს პლანეტაა მაინც. ეს მოულოდნელობები არ არის ნორმად მიღებული, ხო? ამიტომ გარკვეული მოულოდნელობები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ტყუპების, არამედ ზოგადად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა შეიძლება იყოს ნგრევაც. ეს ნგრევა არ იქნება თანდათანობითი, ეს ნგრევა ის სატურნის შემთხვევაში გვაქვს ხოლმე სტაბილურად მზარდი რაღაცები, იგივე კონფლიქტი, სირთულე, სიკეთეც და ურანის შემთხვევაში ეს ყველაფერი გვაქვს მოულოდნელად, რაც არის ხოლმე ძალიან მტკივნეული. ეს უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. გლობალური კუთხით რო შევხედოთ ძალიან კარგია, იმიტომ რომ აქ ხდება თუნდაც ეს პოდკასტები ბოლო პერიოდში პოპულარული რატო არის, იმიტომ რომ აქეთკენ წავიდა ყველაფერი, ხო? ეს არის კომუნიკაციის, ინფორმაციის გავრცელების უკვე აი ეს არის ახალი ტექნოლოგიები, ბევრი რაღაცის გაგების, გაცნობიერების უნარი აქ ადამიანს, რაც ადრე არ ქონდა საშუალება, ხო? თქვენი საშუალებით რამდენ სასარგებლო რაღაცას გაიგებდა და გაიგებს კიდევ, ხო, აუდიტორია. აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ამასაც, ხო? აი უფრო და უფრო განვითარდება ამ კუთხით. განვითარდება PR-ი, ტექნოლოგია, რეკლამა, რეკლამის სფერო, ტელევიზია, რადიო, მარკეტინგული კუთხითაც და ისიც ძალიან შორს წავა ამ კუთხით. აი შეიძლება წარმოდგენა არ გქონდეს, იმდენად შორს წავიდეს. ძალიან ბევრს ეშინია უკვე რომ ხელოვნურმა ინტელექტმა არ ჩაანაცვლოს ზოგადად ადამიანები და ამაზეც შემიძლია გითხრათ, რომ რეალურად გონიერ ადამიანს შეუძლია ძალიან კარგად გამოიყენოს ეს ყველაფერი. აქ ჩანაცვლებაზე საუბარი არა, იმიტომ რომ გონიერი ადამიანი ამ ხელოვნური ინტელექტით არის ძალიან ფაქტიურად ღმერთივით ახალი ადამიანები შეიძლება ახალი სიცოცხლე შეიძლება დაჰბადოს. ამიტომ კარგი კუთხით შევხედოთ, მაინც და მაინც ეშმაკის ხელსაწყოებით კუთხით ნუ შევხედოთ ამ ყველაფერს. ეს ერთი, მეორე ტექნოლოგიების და ტექნიკის და ტრანსპორტის კუთხით. აქ შეიძლება ძალიან დიდი ნახტომები გქონდეს, იგივე ავიაციის კუთხით. ეხლა დაიწყო უკვე ეს რყევები, ნახეთ, დააკვირდით საწვავის ფასმა მოიმატა უკვე, შოქშია ხალხი და გაძვირდა და ეს ფრენები უკვე იცვლება, აი ურანის ეფექტები უკვე დაეთყო, ხო ყველაფერს. შესაბამისად შეიძლება იყოს სამწუხაროდ შეიძლება ეს ავიაკატასტროფებიც ამანაც მოიმატოს, იმიტომ რომ ამ კუთხით უფრო ნეგატიური კუთხით ამაში შეიძლება გამოვლინდეს, ხო? კიდევ ძალიან რთული შეიძლება გაგვირთულდეს ფსევდომეცნიერებების, ფსევდოსწავლებების გარჩევა ჭეშმარიტი სწავლებებისგან, იმიტომ რომ იმდენად ბევრი შეიძლება ესეც შემოვიდეს, რომ ადამიანებს ელემენტარულად თავს გზაებნეს. ეს ქაოსის ტყუპების მახასიათებელი მეორე მხარე. მოკლედ არის რაღაც მომენტები ძალიან კარგი და არის რაშიც სიფრთხილეა მეტი საჭირო, ხო? ხო, და კიდე პროფესიული კუთხით შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი წელი, იმიტომ რომ ურანს აქვს 7-8 წლიანი ციკლი აქვს და ამ 7-8 წლის განმავლობაში ჩვენ დავინახავთ და ვიქნებით მომსწრე ამ კუთხის დიდი რეფორმების და დიდი ცვლილებისა. იმიტომ რომ ისედაც უკვე მერწყულის ეპოქა გაგიგიათ, ხო, რომ აი მერწყულის ეპოქა, ეს არის მერწყულის ეპოქა რეალურად, რომ ძალიან დიდი რეფორმები და მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება და აი ამ მერწყული ეპოქის იდეოლოგიის გამყარება არის ერთ-ერთი ზუსტად ერთი იყო 2020 წელს ეს კოვიდის ფაქტორი, აი იქ იყო ზუსტად, რომ მან სატურნი და იუპიტერი შეხვდნენ ერთმანეთს და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ასტროლოგიურად, ეს ორი ციკლი დაემთხვა ერთმანეთს და ეხლა წლევანდელი წელია კიდევ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ ხდება ყველაფერი უნდა ჩამოირეცხოს, ანუ განულდეს და უნდა დაიწყოს ახალი ფუნდამენტის შექმნა და ახალი სიცოცხლის შექმნა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი წელი გვაქვს. თქვენს პრაქტიკაში ხალბატონო კეთი რა არის ყველაზე ხშირად რა შეხვედრით არასწორი შეხედულება რაც აქვთ ადამიანებს ასტროლოგიაზე? ასტროლოგია არის მკითხაობა, ასტროლოგია არის მკრეხელობა, ასტროლოგია ეწინააღმდეგება რელიგიას, რელიგიურ პრინციპებს. ასტროლოგია ჩამიხედე მოდიობა ეხლა რა ხდება მაგალითად და ამაზე თვალის თამაში მეწყობა ხოლმე ჩემმა მეგობრებმაც იციან, ცოტა კრიტიკული ვარ ამ კუთხით. იმიტომ რომ მე თვითონ ასტროლოგიას უყურებ ძალიან მათემატიკურად. არა და ადამიანებს არ ჭირდებათ ეს მათემატიკა, ადამიანებს ჭირდებათ ეს პანდორას მითი, გახსოვოთ, ადამიანებს ჭირდებათ იმედი რეალურად. თუმცა მე ამ ხელსაწყოს ვიყენებ ძალიან მათემატიკურად, ძალიან რაციონალურად.
და ვთვლი, რომ რეალურად აი ამ კუთხით მინდა რეალურად რომ დავნერგო და შევიტანო წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ასტროლოგია არის გონიერი ადამიანის ხელში ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში და არა პირიქით და არა მკრეხელობა. ძალიან კარგი. ქალბატონო კეთი, ახლა მინდა რომ შეძლებს დაგვარად, მარტო სასწორზე რო არ ვიყოთ დღეს ორიენტირებულები, რომ დავახასიათოთ აი თითოეული ზოდიაქოს ნიშანი მოკლედ თავისი დადებითი უარყოფითი მხარეებით, როგორები არიან თქვათ სასიყვარულო და ზოგად ურთიერთობებში და პატარა რჩევები რომ მივცეთ, თქვათ აი ჯანმრთელობის კუთხითაც კი და სხვადასხვა ურთიერთობებისთვის. დავიწყოთ ვერძით. ვერძი არის ზოგადად ვერძები არიან რაინდები ბუნებით. და სხვა შეიძლება ძალიან რომანტიკოსები არიან, უბრალოდ ამას არ გამოხატავენ. შინაგანად არიან ძალიან რომანტიკოსები. და საკმაოდ ხისტია, საკმაოდ პირდაპირია. თუ გინდა რომ გითხრას მართალი ადამიანმა უნდა კითხო ვერძს, ანუ რაღაცა გიხდება, არ გიხდება მაგალითად, ხო? ტიპიური ვერძის წარმომადგენელი ესეთია, საკმაოდ კარგი მეგობარია და რაც ყველაზე მეტად მომწონს, აი ეს რაინდული ბუნება რაც აღნიშნე, იმიტომ რომ არ დააჩაგვრინებს არავის. თუ ხედავს, რომ ეს უსამართლობა არის მოკლედ. და ვერძი რაღაცებში კარგია კიდე, იმიტომ აი ნახეთ ნეგატიური თვისებაც არის და დადებითიც. ანუ ამიტომ რჩევა ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაცებში ის მანკიერება შეიძლება პირიქით დაეხმაროს. ვერძის საფირმო შტრიხი არის ჯერ მოქმედებს და მერე ფიქრობს. რაღაცებში ეს საჭირო რო არ იყოს, ვერძი არ იქნებოდა პირველი ნიშანი. ამიტომ რაღაცებში ფიქრს ჯობია ხოლმე ხანდახან რომ ვიმოქმედოთ და ეს ვერძის ნაკლოვანება შეიძლება ვაქციოთ ყველაზე დიდ მის ძალად, ხო? ამიტომ ვერ ვიტყვი რომ ამაზე იფიქროს. ერთადერთი ვერძის თვისებაში არის სულსწრაფობა გამოხატული და ცოტა რჩევას მივცემდი რომ უფრო მეტად დიპლომატიურები იყვნენ. დანარჩენი რა ვიცი, მე პირადად ძალიან პრინციპში ყველა ნიშანი ძალიან მიყვარს რა ვკითხოთ. იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი უკვე ადამიანამდე რომ დავიყვანთ, ხო? არის გარკვეული ნიშნების ჯამი და არა კონკრეტული ნიშანი. კურო. კუროს შემთხვევაში არის პლანეტა ვენერა განაგებს კუროს ზოდიაქოს ნიშანს და ძალიან კეთილი შურით მშურს ხოლმე თუ არსებობს ეს თეთრი შური, იმდენად სტაბილურები და იმდენად რაღაცნაირი, აი ცხოვრების კომფორტს და ცხოვრების მუღამს გაპოვნინება, რომ უყურებ ხოლმე ჩემი გადასახადიდან, აი როგორ შეუძლიათ ან კუროს გავლენა ვისაც აქვთ, აი ძალიან მომწონს, ჯერ ერთი ძალიან გალანტურები არიან. და ძალიან კომფორტულები არიან ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ვარ ცეცხლოვანი ტემპერამენტის ცოტა ისეთი ადამიანი, ძალიან მომწონთ მათი ეს თვისებები. გურმანია. აი როგორი გურმანია, იცით, რომ აი კვებით ეს ხო გაგიგიათ ცნობილი გამოთქმა, რომ მამაკაცის გულამდე მიმავალი გზა კუჭზე გადის. აი კურუებზეა ფაქტიურად. ნაწილობრივ კერჩხუბებსაც, მაგრამ უფრო კურუებზე ნათქვამი. კომფორტის მოყვარულია, რა ვიცი, სილამაზის მოტრფიალეა. აი სილამაზე თუ გინდა ვიღაცას შეაფასებინო, უნდა შეაფასებინო ესეთ ადამიანს. შეიძლება სტილისტიკურად რაღაცებით ახლა დახვეწილად ვერ მოგაწოდოს და ვერ აგიხსნას, მაგრამ ფორმების შეგრძნება აქვს არაჩვეულებრივად. მანკიერება. იგივე შეიძლება ძალიან დადებითად იყოს გამოხატული ეს თვისება. განსაკუთრებით სამედიცინო ასტროლოგიის დროს ვითვალისწინებ, იმიტომ რომ საქართველოში ჯერჯერობით მე ვმუშაობ ამ საკითხზე, ესე პროფესიონალურად, არა ინტუიციურად და ზოგადი ასტროლოგიით, არამედ კონკრეტულად ამ მიმართულებით და კურუ არის ყველაზე რთულად სამართავი ხშირად ჯანმრთელობის ასტროლოგიაში და რატო? ეს არის მიწისტიქიის ფიქსირებული ჯვრის წარმომადგენელი ნიშანი, რომელიც არის იმდენად სტაბილური და იმდენად მყარი, თან მიწას ფორმას ნაკლებად უცვლი, ხო არ არის ისეთი დრეკადი და მოქნილი. რომ ხშირ შემთხვევაში მისი წყენები, მისი ეს ცხოვრებისეული გამოცდილების ტკივილები იმდენად დალექილია და იმდენად ვერ ამუშავებს, რომ ხშირ შემთხვევაში ის ფსიქოსომატური პრობლემები რჩება ხოლმე მოსაგვარებელი, ისევ და ისევ. ერთ რაღაცას მერე თერაპიით უშველი, მერე მეორე რაღაცაში იჩენს თავს და ასე შემდეგ. ანუ რაღაცებში კარგია ეს სიმყარე და ეს თვისება, იმიტომ რომ მე თუ ესეთ ადამიანს ჩაუდებ თავში, მაგალითად ფსიქოლოგია, განწყობის თეორია, ყველამ ვიცით, რომ აი ეხლა ყველაფერი უკვდავების წამალს გაძლევ და ეს ესე იქნება, ეს ესე იქნება მისთვის და ანუ რაღაცებში კარგია, მთავარია იმ რაღაცა გასაღებს მივაგნო.
თორე სტაბილურობა და ეს დამიწების ხარისხი რაღაც კუთხით ძალიან კარგია. იგივე კურვების შემთხვევაში ძალიან კარგი ფინანსური პოტენციალი აქვთ ხოლმე. ეხლა ჩვენ მიმდინარეობს ჯერჯერობით მე და ვახტანგ ჯაფარიძეს ფინანსური ასე ვთქვათ ზრდის მარათონი და ამ შემთხვევაშიც აი ნახეთ თვითონ დაინტერესებაც მოხდა ისეთ ადამიანებში, რომლებსაც უმეტესად აქვთ კუროს ზოდიაქოს ნიშნის გავლენა. ანუ ემოციური კომფორტი ხშირად კუროსი ზუსტად ფულზე გადის. იმიტომ კი არა რომ ფული ყველაფერია, უბრალოდ მათთვის ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, მატერიალური მდგომარეობა. გადავედით ტყუპებზე. ტყუპების შემთხვევაში არის ძალიან მოქნილი ადამიანი, კარგი ორატორია და დადებითი თვისებაც და უარყოფითიც აი აქაც ორმხრივია ესე ვერ გამოვყოფ რომ აი უფრო ისე ან უფრო ისე არის ქაოსი. ქაოსი რეალურად ქაოსიდან იქმნება ყველაზე კარგად წესრიგი, ხო და რატო? იმიტომ რომ ქაოსში აი როგორც სამზარეულოში ყველა პროდუქტი რო გაქვს, უბრალოდ თავარია ამ პროდუქტების გამოყენება იცოდე, ხო? აი ესეთი ქაოსი ამ რაღაც კუთხით კარგია. უბრალოდ ტყუპებს ხშირად ახასიათებთ, რომ იმდენ საქმეს აკიდებენ ხელს, რომ ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს არ შეუძლია და ხშირად შეიძლება მიიყვანონ ესეთი საქმეები, მაგრამ ნაკლოვანება იმაშია, რომ ხშირად შეიძლება ინტერესიდან გამომდინარე მიაგდონ და ძალიან მნიშვნელოვან დროს ისე რომ აი ბინგო და შეიძლება მოგებანახოს მაგ დროს მიაგდოს ესეთი საქმე და უბრალოდ არაფერიც აღარ მოხდება ის გარკვეული ეფექტურობა მისი დაიკარგება. ამას უნდა მიაქციონ ყურადღება, ანუ უფრო უნდა ორიენტირდნენ ერთ ან ორ საკითხზე. სადღეგრძელოს თქმის ოსტატები არიან, ფლირტის ოსტატები არიან და ეს ძალიან კარგია ისევ და ისევ, ანუ მარტო ნეგატიური კუთხით არ უყურებ, იმიტომ რომ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ძალიან ბევრი ადამიანის თვით შეფასება გაზარდონ, ისევე როგორც თავისი, ხო? გადავედით კირჩხიბზე. ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრეა. ეს არის კირჩხიბის სლოგანი ფაქტიურად. ხშირად კირჩხიბები წარმომიდგენია ხოლმე, აი ლოგოკინები რო დადიან და თავისი ეს სახლი რო დააქვთ თან და რა დროსაც უნდა შეძრება. აი ესეთი ნიშანია კირჩხიბი. ოღონდ ძალიან ბევრს წარმოდგენაა კირჩხიბზე რომ არის მშიშარა. რო ვაკვირდები ხოლმე. და მე თვითონაც მიყვარს ხოლმე დაკვირვება ბუნებაში, იმიტომ რომ ნებისმიერი საგანი თუ ნებისმიერი სიმბოლო, რომელთაც ზოდიაქოს ნიშნები არიან გამოხატული, ძალიან რეზონირებს იმ თავის შინაარსთან. მაგალითად ინდუეთში ყოფნის დროს ვაკვირდებოდი ხშირად კიბორჩხალებს, რომლებიც ქვიშაში, ესე ქვიშიდან ამოყოფენ თავს, გიყურებენ, მერე ჩაცურებიან ისევ. აი, საოცრად რეზონირებს ეს ყველაფერი მის კირჩხიბის ბუნებასთან, იმიტომ რომ რეალურად კირჩხიბი მიეკუთვნება მებრძოლ ნიშნებს, არ დაგვავიწყდეს. ის ფიზიკურად ვერ შეიძლება იყოს მშიშარა, უბრალოდ არის იმდენად ფრთხილი, რომ ბევრს გონია ხოლმე რომ არის მშიშარა. და კიდე ერთ რამეს დავამატებდი, კირჩხიბს რო კონდეს უფრო მეტი თვითრწმენა. შეიძლება ყოფილიყო ყველაზე ძლიერი ნიშანი. საკმაოდ კარგი ბიზნესმენები არიან და სხვათა შორის, აი ცნობილი კოზა ნოსტრა და გარკვეული მაფიური კლანები და დაჯგუფებები იმართება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით, იმიტომ რომ იქ ოჯახი არის ყველაზე წმინდა. იქ შეიძლება ვიღაცა ჩემი ნათესავის ოჯახი ჩემთვის არის ყველაზე დიდი ფასეულობა იმ ნათესავის, რომელსაც შეიძლება არც ვიცნობდე. ანუ მიხვდით რაზეა საუბარი, ტრადიციების საგვარეულო, აი ეს ფუნდამენტი ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ინტუიციური ნიშანია. და ფაქტიურად სამუშაო ერთადერთი არის ხოლმე ხშირად აი სამედიცინო კუთხით კირჩხიბებს აქვთ ხოლმე ყელის ზოლის პრობლემა. წყენები. იმიტომ რომ ცოტა ბუტიაობისკენ მიდრეკილი ნიშანი არის, გაბუტვა ახასიათებს, თუმცა ესეც ისეთია რა, შეიძლება აი ამ რეჟიმში, როდესაც არის თვითჩაღრმავების რეჟიმია, განმარტოვების რეჟიმია და აქ უნდა მივცეთ ხოლმე საშუალება რეალურად, რომ აი რამდენიმე წუთი თუ საათი დაყოს თავის თავთან და მერე უკვე ისეთი რესურსული შეიძლება იყოს და იმდენად კარგად აისახოს როგორც მის განწყობაზე, ასევე ჩემსაზეც მისი ეს რაღაც იდეა ნებისმიერი თუნდაც რესურსი, რომ მომგებიანი იყოს ყველასთვის. არაჩვეულებრივი მზრუნველები არიან და კარგი გურმანები არიან კირჩხიბების, კარგი მშობლები არიან. პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია დაგიდასტუროთ. მერე ლომი. ლომი ბავშვობაში მე თვითონაც ლომი ვარ და რომ ვკითხულობდი ხოლმე ეს ეძიე ვარსკვლავი მგონი ყველა ოჯახში ქონდათ და რომ წავიკითხავდი რომ აი აქ ღმერთები შეიკრიბნენ და რაც კარგი იყო ყველაფერი დააბერტყეს და თავზე ესეთი პატარა შარავანდედი მედგა ხოლმე და რეალურად მზის გარშემო ხდება მთელი სცენარი ხო სამყაროსი და ასტროლოგიურადაც ასია ანუ მზის ორ მხარეს
ერთ მხარეს არის მთვარე, ანუ მზის ჩრდილოვანი მხარე, სხვა შორის ფსიქოლოგიაზე შეგვიძლია ძალიან საინტერესოდ ვისაუბროთ, უბრალოდ სხვა ფორმატის თემა არის ალბათ ეს უფრო. ამ ასტროლოგიურ სიმბოლიზმში და ასტროლოგიაში ფსიქოლოგიური საკითხები, ეს ჩრდილოვანი თუნდაც იუნგისეული მე ძალიან მიყვარს ამ კუთხის გაშლა. იმდენად კარგად არის მარტო სიმბოლოებში შეფუთული, რომ მარტო ეგეც კი გვეყოფა, რომ ადამიანის ფსიქოლოგიის შაბლონებზე ვიმსჯელოთ. აი აქაც ნახეთ რა საინტერესოდ არის მზე, არის მთვარე და მათ ირგვლივ არიან მერკურის ნიშნები, არიან ვენერას ნიშნები, მარსის ნიშნები, ორივე მხრიდან უკვე გარს არტყავს ეს პლანეტარული წყობა. და ცენტრალური ფიგურა არის აქაც მზე. და ეხლა ლომი რატო ვახსენე? ლომი ეს არის სიმბოლური არ არის და შემთხვევითი რომ სამედიცინო ასტროლოგიაში მართავს ლომი კირჩხიბთან ერთად გულის სფეროს. იმიტომ რომ გულია ფაქტიურად ამ ზოდიაქალური ცენტრალური ფიგურაა. შესაბამისად, ლომის მთავარი ფუნქცია და მისია ბრჭყალებში, რო ვთქვათ, კაცობრიობისთვის, ეს არის განწყობის შექმნა. ზოგადად ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის, ვერძისთვისაც და მშვილდოსნისთვის განსაკუთრებით, მაგრამ მზის ამ ლომის პირმშოსთვის არის ძალიან აუცილებელი, რომ უნდა ანათებდეს რა. ანუ აქ არ არის მარტო თავის კარგად ყოფნაზე, აქ არის გარემოსქმნის. და ამიტომ ამდენად მნიშვნელოვანია, რომ აი ეზოთერულ ასტროლოგიაშიც, ეზოთერულ წყაროებშიც რო ჩავიხედოთ, ხშირად ესეთი მზის გავლენით გამოხატული ესეთი ბავშვები გარკვეულ გვარში, გარკვეულ შტოში წარმოადგენენ ხოლმე ესეთი მზესავით რაღაცა მნიშვნელოვანი ფუნქცია და მიზანი აკისრიათ და აი ესე უნდა გამოანათოს არა მარტო თავის თავზეა პასუხისმგებელი, არამედ მის გარშემო მყოფებზეც. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კატეგორიულად ეკრძალებათ ესეთ ადამიანებს წუწუნი, ხვდებით ხო რას ვიძახი? და აი ეს არის გადამეტებული ამბიციები არის ხოლმე ხშირად. და ხშირად რომ ეკითხებიან ხოლმე რომ აი ყველაზე კარგი მამაკაცი მაგალითად, აი ყველაზე კარგად რო გაგრძნობინებს თავს რომელია და ამ შემთხვევაში ვიძახი ხოლმე რომ ყველაზე კარგი არის თუ რეალიზებულია ლომი. ოღონდ თუ რეალიზებული არ არის, პირველმა უნდა გაასწრო. იმდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს. ანუ აქაც ვერ გაიგებ ხო კარგია თუ ცუდი, მთავარი არის ის რომ თავის პოტენციალი არის მზია რა. ოღონდ იცის რომ ეს მზი არის თან. და მოთხოვნილებაც ესეთი აქვს და ეხლა ბევრი მოეთხოვება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იცის რომ მეფია და მზი არის ფსიქოტიპმა, თუმცა ბევრის გაცემაც შეუძლია და გამცემიც უნდა იყოს. გადავედით ხო, და კიდე ერთი საინტერესო ნიუანსი. ცნობილი სახეებიდან უცხოეთში აქ ვინც არ უნდა აიყოთ, თუ ადამიანს არ აქვს ლომის გავლენა, ძალიან უჭირს პოპულარულობის შენარჩუნება. ან ინგრევა, ეს შეიძლება იყოს მაგალითად წამალდამოკიდებული ხდება და ასე შემდეგ, ძალიან საინტერესოა, მაგრამ აი ძალიან ისეთი ნიუანსია, რომელიც საჭიროებს ჯერ კიდევ დააკვირვებას და გამოკვლევას ყველა არ ხდება ეს. იმიტომ რომ დამატებით პოტენციალსაც გაძლევს ეს. ქალწულის ნიშანი. ქალწულის ნიშანი მე ვფიქრობ, რომ არის აი ეს დემიურგი, რომელზეც საუბარი არის, რომ ღმერთი ჩემთვის ცოტა სხვა არის. კიდე ღმერთი არის მიუწვდომელი და შეუცნობელი და აი ეს დემიურგი გამოვყოფდი, რომელმაც სამყარო შექმნა ღვთისდავალებით. მე ესე ვხედავ რა. აი ეს არის ქალწულის ფსიქოტიპი. და რატო? იმიტომ რომ ქალწული არის მატერიალური სამყაროს შექმნის დირიჟორი. და ქალწულს შეუძლია იდეალურად დაალაგოს ის ქაოსი, რომელზეც წეღარ ვისაუბრე. შესაბამისად, ძალიან მზრუნველია. ძალიან ისეთია დაკურვებული, იმიტომ რომ დეტალებს ვერ გამოაპარებ და მის საქმეში ზუსტად იმიტომ რომ ბრწყინვალე ბუღალტერები გამოდიან სხვათა შორის, ბრწყინვალე ექიმები გამოდიან, იმიტომ რომ ძალიან ისეთი დეტალები შეიძლება ხოლმე არ გამორჩებათ მოკლედ არაფერი, თუმცა მანკიერებაც ისევე როგორც დადებითი ეს არის, რომ დეტალიზაცია შეუძლიათ, მანკიერებაც ზუსტად ეს შეიძლება იყოს, რომ აი მე პირადად მაქვს გავლენა მაგალითად ქალწულის და ხანდახან იმდენად რაღაცებს ნეგატიური კუთხითაც და პოზიტიურითაც, რომ იმდენად დეტალიზებას უკეთებ, რომ ხშირად მოვიწყდება ხოლმე მე მთლიანი სურათი, ხო? აი ამაზე რომ ვიმუშაოთ, ურიგო არ იქნებოდა. გადავედით სასწორებზე და ძალიან მიყვარს ზოგადად ეს ნიშანი, ზუსტად ამიტომ სტატიაც მაქვს დაწერილი განსხვავებული ნიშნების შესახებ. სასწორი არის ჩემთვის ეს კოსმიური კანონზომიერება, რომელიც გითხარით და საინტერესო ის არის, რომ ძალიან ბევრს გონია ხოლმე, რომ
დაბადებიდან ისე გვსდიან, რომ გარკვეული კანონზომიერება და სამართალი თითქოს არის უნივერსალური. სინამდვილეში, აი ზუსტად სასწორი სიმბოლიკის გარჩევით მივხვდი, რომ სამყაროს სამართალი ზუსტად ვიცი უკვე, რომ არ შეესაბამება ჩემს სამართალს. ვიღაცის თქვენ სამართალს, ხო? აი ამიტომ სასწორი სიმბოლო ეს არის ბალანსის, ზომიერების, ეს ადამიანებიც ზოგადად არიან მაგისთვის რა. ბალანსი, ზომიერება, პარტნიორული ურთიერთობები, იმიტომ რომ სასწორს შეუძლია ბრწყინვალე მედიუმები თქო და ფსიქოლოგებიც ძალიან კარგები არიან, იმიტომ რომ შეუძლიათ სხვადასხვა მხრიდან სიტუაციას შეხედონ, როგორც სათავისოთ, ასევე სასხვისოთ. ამიტომ აი ეს შუალედური და ზომიერების წერტილი არის ძალიან კარგი. ერთი რაც ბევრს აღიზიანებს ხოლმე იგივე ნეგატიური, პოზიტიური კუთხით, რო ვთქვათ, აი ეს თვისება არის მერყეობა, რომელიც შეიძლება ძალიან მაგარი იყოს და რატო? ხსნი. შეიძლება დიდხანს იფიქროს კონკრეტულ საკითხზე, გადაწყვიტოს თუ არა. ოღონდ თუ გადაწყვიტავს, ის უკვე აპელაციას აღარ ექვემდებარება. ანუ ის არის უკვე უმაღლესი განაჩენი, ასე ვთქვათ. ამიტომ როგორც თავისთვის, ასევე ზოგადად ეს არის ზუსტად ამიტომ. თვალახველს, ამიტომ უკავიათ სასწორი სიმბოლო თემიდა, ხო? თემიდას, რომ არ არსებობს იქ ჩემი ახლობელი, სხვის ახლობელი, მე ხლა რატო ესე და სამყარო და იმიტომ რომ ეს შეხედავ ესე, თორე სინამდვილე სხვაგვარია, იმიტომ რომ მაინც შორს არ ვართ იმ გაგებისგან, ზოგადად ცხოვრების ფილოსოფიიდან გამომდინარე, რომ ის ყველაფერი მაინც ილუზიურია. სინამდვილეში სამყარო ისეთია, როგორც მე ვხედავ. თქვენთვის ისეთია, როგორც თქვენ ხედავთ, ხო? აი სასწორი გვასწავლის ამას. მარტივად, მოგონი გასაგებად აღნიშნა. უბრალოდ დამატებით კიდე წეღანეს არ მithქვავს სასწორი სიმბოლოზე რომ ვსაუბრობდი. ცოტა აქაც პარადოქსულია, იმიტომ რომ ერთადერთი усულო საგანია 12-ში თქო ვიძახი, მაგრამ ყველაზე მგრძნობი არია და გაიხსენეთ სასწორი სპინების მდგომარეობა ოდნავ ნიავი რო ეხება. მაშინვე იწყებს რხევას, ხო? აი ეს არის სასიცოცხლო ციკლის დადასტურება პრინციპში ამ ნიშნის, იმიტომ რომ სტაგნაციურ მდგომარეობაში კი არა, მუდმივად ესე ხო, აქტიურ მდგომარეობაშია სინამდვილეში, უბრალოდ იმდენად ჰაეროვანია, რომ ეს ხშირად თვალშისაცემი არ არის ხოლმე. გადავედით მორიელზე. ხო, მორიელი არის ერთ-ერთი საკვანძო თემა ზოდიაქალური სისტემის, პრინციპში ყველას თავის ფუნქცია აქვს, როგორც ნახეთ. მორიელი ეს არის ბუნებით მებრძოლი. მორიელი განაგებს მერვე ასტროლოგიურ სახლს, რომელსაც ხშირად ასტროოკულტურ წყაროებში ეძახიან ხოლმე სიკვდილის სახლს. ოღონდ ეს არ ნიშნავს, მერვე სახლი ყველას გვაქვს, ანუ ყველა როდესაც მოვკვდებით, არ ნიშნავს, რომ რაღაც პირდაპირ გაგებით გავიგოთ. მორიელი ეს არის მნიშვნელოვანი, აი ქართველებს გვაქვს არაჩვეულებრივი, ბევრ კულტურაში ესეთი სიტყვა არ არსებობს, გარდაცვალება. სიკვდილი არა, გარდაიცვალა. აი ეს გარდაცვალების სიმბოლოა მორიელი, ტრანსფორმაციის, რომელიც აი მოგვიანებით აღმოჩენილი პლუტონი, რომელიც ახალგაზრდა პლანეტოიდია ფაქტიურად, პლანეტაც არ არის ატომური ბომბივით და არის ტრანსფორმატორი. არის ფენიქსივით, ანუ უნდა დაიწვას და ფერფლიდან აღდგეს, მაგრამ ეს არის მორიელის რეალური ბუნება და არაჩვეულებრივი სტრატეგია, არაჩვეულებრივი ლიდერია. ძველ ასტროლოგიურ წყაროებში ცნობილია და საქართველოს მუზეუმში შემონახული აქვს, რომ მორიელის ზოდიაქოს ნიშნით ირჩევდნენ მხედართმთავრებს მაგალითად. მორიელი არის იმდენად, აი ნეგატიური და პოზიტიური მხარე აქაც რა არის, ნახეთ, იმდენად ებღაუჭება თავის მიზანს, მოკვდება და მაინც გააკეთებს. მკვდრეთით აღდება, აი მუმია რომ არის ფილმი, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმი, ის მუმიას პერსონაჟი კვდება, მერე აღდგება მკვდრეთით და მაინც თავისას აკეთებს. ხო, ტიპიური მორიელის ბუნებაა ეს. დადებითი კუთხითაც ანალოგიურად, ანუ მხედართმთავრად რატო ირჩევდნენ, რომ მისთვის სიკვდილი არ არის მისთვის სიკვდილი არ არის პირდაპირ გაგებით სიკვდილი. მისთვის სიკვდილი არის გეგმაში, ნუ ერთ-ერთი ვერსიაა ეს და ოკეი, მიხვდით? ამიტომ დღესდღეობით დღევანდელ სამყაროში თუ დაისტრესა ხოლმე მორიელი, ხშირია, იმიტომ რომ დღესდღეობით პირდაპირ გაგებით სამწუხაროდ ომები ბრძოლა ხდება, მაგრამ ეს აკლია, ეს დრაივი და სერიოზული სირთულეები და ეს ბრძოლა აკლიათ ხოლმე როგორც წესი და ძალიან კარგად გრძნობენ ხოლმე თავს იქ სადაც კონკურენცია, ბიზნესი, საბრძოლო მდგომარეობა სამხედროს, აი აქ კარგად გრძნობენ თავს და მათაც არაჩვეულებრივი ინტუიცია აქვთ.
სამედიცინო თემასთან დაკავშირებით რა შემიძლია გამოვყო, რომ ერთ-ერთი საკმაოდ ისეთი შაბლონური ყვითელი ასტროლოგიის ფრაზა, რომ მორიელი ყველაზე სექსუალურია, ცოტა ეს მინდა დავამსხვრიო და იმედია მორიელები არ მიწყენენ და არ გამკიცხავენ, იმიტომ რომ მორიელზე გაცილებით უფრო მაგარი ნიშნებიც არსებობს ამ კუთხით, მაგალითად ცეცხლოვანი ნიშნები იგივე ვერც გამოვყოფდი, გაცილებით უფრო ტემპერამენტიანი შეიძლება ლიბიდოს კუთხით იყოს. და იგივე თევზების საკმაოდ სენსიტიური და საკმაოდ სექსუალური შეიძლება იყოს ამ კუთხით. აი მორიელის ეს თვისება არის ატაცებული იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო ანატომიის გინახავთ ალბათ ზოდიაქოს ნიშნებით, ხო, რომ თავის ზოდიაქოს ნიშნებია განლაგებული კონკრეტულად ადამიანის სხეულზე და აი რახან გენიტალიების ადგილას მორიელის ზოდიაქოს ნიშანი, ამიტომ აიტაცეს ეს, რომ ყველაზე სექსუალურია, არა და არ არის ეს. შეიძლება ფიზიოლოგიურ პროცესებთან იყოს უფრო მეტად არ მინდა ხა კონკრეტიკაში შევიდე, რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, თუმცა ის რომ ყველაზე სექსუალურები არიან, არა, სხვებიც არიან სექსუალურები, მოდი ეს ვთქვათ. ხო. გადავედით ახლა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ნიშანია, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ტემპერამენტით გამოხატული ეს რა თქმა უნდა. გადავედით მშვილდოსანზე. მშვილდოსანზე შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ის იმ ნიშნის წარმომადგენელია, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობ ბავშვობიდან მაგალითად და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანი არის ყველაზე ლაღი. ვინმე რომ იწერს ხოლმე ან კომენტარებს ან ეთერში რომ ეკითხებიან, რომ აი მშვილდოსნებს როდესმე ეშველებათ და მშვილდოსნებს რა აქვს საშველი? სულ ესეთი კითხვა მიჩნდება. ოღონდ მართლა მიჩნდება ხოლმე, აი ბავშვობაში რომ მასწავლებლები გვეგონა რომ ტუალეტში არ დადიოდნენ. დაახლოებით ეგეთი აღქმა მაქვს. იმიტომ რომ მშვილდოსანი უნდა იყოს, წეღანაც ვახსენე აი ლომთან და ვერცთან ერთად მაგიტო გამოვყავი რომ მშვილდოსანი უნდა იყოს, აი ის თუ მზიარი ლომი, მაგალითად მშვილდოსანი უნდა იყოს ამ სხივების გამავრცელებელი. მას კატეგორიულად მისი ფუნქცია არ არის არც რაღაცის შენახვა, არც რაღაცის აი სტაბილურობის შენარჩუნება, არასდროს არ არის მშვილდოსანი სტაბილური პირიქით. და ფუტკარივითა ერთი ყვავილიდან მეორეზე, მეორედან აი ხშირად მე ადამიანი მამაკაცი მოღალატეა, მოღალატე კი არა, იდეოლოგიურად, ცხოვრებისეულად და ფილოსოფიურად რო შევხედოთ, აბსოლუტურად სხვა მისიას ემსახურება მშვილდოსანი. ადამიანების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, განწყობის ამაღლებას ემსახურება. ასევე ხშირად იტყუებაო ამბობენ ხოლმე და ის ტყუილიც იმიტომ მოდის რეალურად რომ არ უნდა ვიღაცას რო გული ატკინოს და უწევს ხოლმე რა ეს ტყუილების თქმაც. ამიტომ მშვილდოსანს აქვს ოპტიმიზმი, იუმორის გრძნობა, გურუა ბუნებით. ოღონდ აქ შეიძლება წავაწყდეთ ხოლმე ფსევდოგურუებსაც და მორალისტებსაც, იმიტომ რომ აი აქაც ზომიერების მომენტი გვჭირდება, თორე ჭეშმარიტებას ხშირად აგნებენ და იდეოლოგები გურუების ნიშნად რატო აღიარეს, ხო მაგალითად, იმიტომ რომ მართლაც აქვთ ის იდეოლოგია, რომელსაც ხალხი მიყვება და იმდენად კარგი მოტივატორები არიან, მოტივატორი ლიდერები, რომ ჯგუფებს ქმნიან რეალურად და მართლა მიყვებიან ხალხი. და უბრალოდ აქ მანდაც ეს აი ოქროშუალედი რატო უნდა დაიცვან, რომ მეფის სიტყვა თუ გაგიგიათ გამოთქმა, აღარ უნდა ლაილაი, მეფის სიტყვა საკმარისია, აღარ უნდა ლაილაი თუ რაღაც მსგავსი არის შინაარსობრივად. აი ეს რეალურად ლომზე არა, უფრო მშვილდოსანზეა, იმიტომ რომ იმდენად ხდებიან ხოლმე სხვისი ხედვის და მორალის და იდეოლოგიის მსაჯულები, მარტო ჩემია ჭეშმარიტება, სხვა მარიცის. აი ეს მომენტი აქვს ხოლმე ხშირად და აი ამაზე უნდა იმუშაონ. თორე სხვა შემთხვევაში ის თავის იდეოლოგია რაც აქვს, მართლა ჭეშმარიტებას ემსახურება ხოლმე, აი როგორც ფსიქოტიპისთვის რო ვთქვათ. გადავედით თხის რქაზე, თხის რქა არის ერთ-ერთი ძალიან მისტიური ნიშანია სხვათა შორის და თხის რქის სიმბოლოზეც ასევე ძალიან ბევრი ვიმუშავე, 2 წელი ვფიქრობდი და ვეძებდი რატო იყო თხის რქა და რატო არა თხა და ვერც ერთ წყაროში ვერ გამცა ვერავინ ამაზე პასუხი. და მე გავაშანშალე სტატია და ძალიან მიყვარს ზოგადად ეს ნიშანი, მეც მაქვს ამ ნიშნის გავლენა და ერთ-ერთი ყველაზე უჟმურ ნიშნებს ვეძახი, ოღონდ ძალიან მიყვარს და სიყვარულით ვეძახი რა თქმა უნდა. და ერთ-ერთი აი სატურნიანელები ვახსენე წეღან რომ ვერ გაიგებთ ხო რა უნდა თქვა, სატურნიანელია ტიპიური თხის რქა. ოღონდ თხის რქა როგორი ჯიუტია, იცით? აი მაგალითად ვერძი შეგეკამათება, რომ აი იმიტომ რომ უთხრა, რომ მოდი ესე ჯობია. არა, ესე უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ დაიწყებს მკიცებას. თხის რქა არაფერს არ იტყვის. წავა და მაინც ისე გააკეთებ, როგორც თვითონ უნდა. აი განსხვავებას ხვდებით, ხო? ისეთია საკმაოდ კულისებში უყვარს მოქმედება.
რუხი კარდინალის ტიპიური, მოკლედ შინაარსობრივად ეგ არის, თხის რქა არის. ამ შემთხვევაში მისი ყველაზე დადებითი და მისი უარყოფითი თვისება შეიძლება იყოს ის, რომ ყურების ჩამოყრა იცის. აი, ჯერ ეს ერთი ხო ძალიან ჯიუტია და მიზან მიმართულად მიდის ბოლომდე. და მაინც გააკეთებს რაც არ უნდა იყოს, აი ლომების მორიელები და თხის რქები იყვნენ მხედართმთავრებად არაჩვეულებრივი, მოკლედ პრიორიტეტები ასარჩევად. აი ამ თავისი სიჯიუტიდან გამომდინარე, მე თუ ხედავენ უკვე რომ გარემო ფაქტორები უკვე არ გამოდის რა და შეუძლიათ ისეთ მელანქოლიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ ვერ ამოიყვანთ ამ მდგომარეობიდან და ხშირად ვარდებიან ხოლმე ამ მდგომარეობაში. აი ერთადერთი ამაზე უნდა იმუშაონ რეალურად, რომ ამოიყვანონ საკუთარი თავი. და თხის რქები არიან არაჩვეულებრივ კარიერისტები არიან როგორც წესი, ეტაპობრივად, საფეხურეობრივად უყვართ განვითარება და არიან ძალიან ფორმალურები. ანუ არ უყვართ ეს დაკნინება ადამიანის, აი თუ უფროსია მასზე, შეიძლება ასაკით უფროსი არ იყოს და ხელმძღვანელი იყოს, ხო? საკმარისია ეს, რომ გარკვეული ჩარჩო დაიცვას და რეალურად ძალიან მომწონს მე თხის რქების ეს თვისება. ნახტომების გაკეთება არ უყვართ, იგივე ურჩევნიათ რაღაც საფეხურეობრივად განვითარდნენ. მერწყულები. მერწყულიც ასევე მერწყულზეც ვისაუბრე, ესე გამომივიდა, რომ რევოლუციონერები არიან. ხშირად სხვათა შორის გონიათ ხოლმე ერთ-ერთი ესეც ილუზიური მომენტია შექმნილი, რომ ძალიან ბევრი მეგობარი ყავთ. სინამდვილეში ბევრი მეგობარი არ ყავთ მერწყულებს, იმიტომ რომ იმდენად ორიგინალური და განსხვავებული ნიშანია და იმდენად ეს ევოლუცია მოდის რევოლუციით, ხო, როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, იმდენად წინ არის ხოლმე იდეოლოგიურად. რომ ხშირად ვერ უგებენ მაგას და მას და რეალურად ბევრი მეგობარი ვერ ეყოლება ამ კუთხით. ამიტომ გარდაქმნები, ცვლილებები, ჩარჩოებიდან გამოსვლა თუ გვინდა საუკეთესო გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ხოლმე მერწყული. ვინ წავს მეგობრები ძალიან საიმედოა მისთვის და მის ცხოვრებაში თუ გვინდა შევიპაროთ, აი ხშირად მირჩევია ესე საიდუმლოებას გავთქვა ვერც. მერწყულის ცხოვრებაში თუ გვინდა შევიდეთ, ორი რამ უნდა მივცეთ. ერთი არის თავისუფლება და მეორე უნდა ვიყოთ კარგი მეგობრები. ეს ამ თვისებებიდან მისი ყველაზე დადებითი, ყველაზე დიდი ძლიერი მხარე შეიძლება იქცეს მის სისუსტეთ, კონკრეტულად ის, რომ ეს რევოლუციებისკენ სვლა ყოველთვის არ არის საჭირო, ხო? ეს რაღაც გრევა. არის რაღაც მომენტები, როცა საჭიროა, მაგრამ ყოველთვის არა და აი ამ კუთხით შეიძლება მქონდეს ხოლმე მასაც პრობლემა. თორე სხვა მხრივ ის ინგრევა აუცილებელია ხოლმე განვითარებისთვის. და თევზები. თევზები ზოგადად ძალიან სენსიტიური ნიშანია და ცნობილები არიან, რომ არიან წუწუნა ნიშნები, მატყუარები. იცით რა, ისეთი თევზებიც მინახავს ისეთი, მაგრამ მე მინდა გამოვყო აი ერთი ნაწარმოები და აი ამითი მინდა შევაჯამო ზოგადად თევზების ფსიქოტიპი. ხატოვნად არის გადმოცემული ეს რელიგიური ასპექტები და რელიგიური ცოდნა. მხატვრულად, რა თქმა უნდა. ის რომ იუდა მიცოდა რაზე მიდიოდა. იუდა იყო თევზების ზოდიაქოს ნიშანი, რატო ვახსენებ ხო? იუდამ იცოდა რაზე მოაწერა ხელი, მარტივად რო ვთქვათ, ხო? და ძალიან მესმის და ძალიან მგონია რომ რაღაც კუთხით ეს ალეგორია რეალურად კარგად გამოხატავს იმ სიბრძნეს, იმიტომ რომ თევზები იყო ამ შემთხვევაშიც კი ყველაზე გაბედული და ყველაზე ძლიერი რო აღესრულებინა ეს სამყაროს გარდაქმნის, ეს ქრისტეს ჭეშმარიტების და დაბადების, ქრისტეს ცნების იდეოლოგია. ანუ მან განახორციელა, მხოლოდ მან იტვირთა. და ეხლა წარმოიდგინეთ, რამდენად ძლიერი უნდა იყოს სულიერად, რომ გადადგა ის ნაბიჯი. მიხვდით ხო რას გულისხმობ? ანუ ის რომ წინასწარვე ცნობილი იყო გარკვეული სცენარი და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ეს სცენარი განვახორციელო. ამიტომ თევზებს რეალურად, თევზები არის სულიერების, მისი ძალა არის სულიერებაში. და ხშირად თევზებმა არც იციან ხოლმე. იგივე ოკულტურ წყაროებში არის თევზების და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებზე ერთი საინტერესო რამ ნათქვამი, რომ ამ ორ ნიშანს შეუძლია იმდენად კარგად ვიზუალიზაცია გადაიყვანონ მატერიაში, წარმოსახვით შექმნან მატერია. არც ერთ სხვა ნიშანს ესე კარგად არ შეუძლია. შესაბამისად, ამ ნიშნის
წარმომადგენლებმა ძალიან კარგი იქნება რომ გაითვალისწინონ, რომ აქვთ ერთი ძალიან კარგი ინსტრუმენტი, თავის წარმოსახვა, თავის აზრი და სიტყვის ძალა შეიძლება იქცეს ხოლმე ძალიან ხშირად, რომ აი ჩემი დალოცვილიო ძალიან მალე სრულდებაო, გაგიგიათ ალბათ წინაპრებისგან. იგივე ჩემი დაწყევლილი აი ესე რომ იმუქრებიან ხოლმე, ხო? აი ზუსტად განსაკუთრებით ამ ნიშნებს აქვთ ის, რომ მათ ფიქრებს შეუძლიათ რადიკალურად შეცვალონ თავის ცხოვრება, თავისივე ცხოვრება, ოღონდ ან სასიკეთოდ ან პირიქით. შესაბამისად, თევზების ყველაზე ძლიერი მხარე ეს არის და ეს ამით შეიძლება დასუსტნენ ხოლმე მერე იმიტომ. აი თუ იწუწუნებენ, რატო ამერე რომ სულ წუწუნი უწევთ. ქალბატონო კეთი, რა შევაჯამოთ ეს საინტერესო საუბარი. აი თქვენი შეხედულებით მინდა რომ ერთი სიტყვით რა ვთქვა, აი მაგალითად რომელია ყველაზე რთული ნიშანი ამ ნიშნებიდან? ერთი რო გამოვიყოთ. რთული ნიშანი. რთული და მარტივი, მაგალითად. ურთიერთობებშიც თუნდაც. ურთიერთობებშიც იცი რა გამიჭირდება თქმა. ვერ ვიტყოდი, იცი, მაინც ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ შეიძლება რთული ვისთვის. მაინც აქამდე დავალთ. ხო, მაინც ინდივიდუალურია. მაინც აქამდე დავალთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლის ზოდიაქოს ნიშნები უფრო ტემპერამენტიანები არიან, უფრო კონფლიქტიც უფრო ხშირად, ანუ გამოხატულება უფრო აქტიურად ხდება და უფრო მარტივად. აი შედარებით თუ ამ კუთხით შევხედავდით ცეცხლის და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები უფრო რთულებად შეიძლება გვეჩვენონ, იმიტომ რომ თავისუფლად ვიტყვი იმას, მაგალითად, რასაც სხვა ნიშანი ვერ იტყვის, იმიტომ რომ იფიქრებს, რომ ვაიმე ამას არ ეწყინოს, ახლა მის ბუნებაშია ეს. აღზრდაშიც არის, იმიტომ რომ ესეც ჩვეულებრივი ფსიქოლოგია, მაგრამ რეალურად უფრო თავისუფლები არიან შაბლონებისგან და შეიძლება უფრო გაგვიჭირდეს, მაგალითად, მე მახსენდება ჩემი ერთი მეგობარი ვერძი. მოვიკითხავ აქედან თუ მისმენს მიხვდება რომ მასია საუბარი. საახალწლოდ ჩემი სიკრეტსანტა აღმოჩნდა და იმდენი ხანი იფიქრა რა ეჩუქებინა ვერ მიხვდა და ბოლოს პირდაპირ უთხარი რომ მეთქი ეს მაჩუქეს რომ გამიხარდებოდ არაო ვერძი იყო. არაო კაცო ეგ არ მომწონსო და მაგას არ გაჩუქებო. ანუ სირთულეზე მაქვს საუბარი, ოღონდ თან ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ რამხელა სიყვარული და რამხელა ეს დამოუკიდებლობის და რამხელა თავდაჯერებულობა იგრძნობა. აქ რო არა, ეგ მე არ მომწონს. აი აქედან გამომდინარე გამოშჭვის უკვე სირთულეც, მაგრამ რეალურად ვიღაცისთვის სირთულე საერთოდ შეიძლება არ იყოს და აქედან გამომდინარე ძალიან პირობითია ეხლა რაც ვთქვი. მაგ კუთხითაც. იგივე ჰაერი შეიძლება ძალიან მოქნილი იყოს, ძალიან კარგი იყოს საერთოდ და ზოგადად ჩემთვის პირადად მე რომ მკითხოთ წყალი. წყლის ნიშნები გამოვყოფდი არიან აი ბრუსლის ფილოსოფია, ხო? იყავი როგორც წყალი. ერთადერთი ელემენტია წყალი, რომელსაც შეუძლია რა ფორმასაც მისცე მის გახდეს. სხვა ესეთი სტიქია არ არსებობს. შესაბამისად, ყველაზე ადაპტური და ყველაზე კომფორტული მაინც ვიტყოდი, რომ წყალია, მაგრამ ეს ჩემთვის. კი, ხო, ესეც ინდივიდუალურია. შესაბამისად, ხო, აი წყლის სტიქიას გამოვყოფდი უფრო. რომელ ზოდიაქოს უჭირს ყველაზე მეტად ემოციების გამოხატვა? თხის რქას ერთი და მით უმეტეს ადამიანს რუკაში თუ ხედავ, რომ ყავს თხის რქა, მთვარე, იმიტომ რომ მთვარე ეს არის ემოციური კომფორტი და განსაკუთრებით თუ ქალია. იმიტომ რომ ქალები უფრო მთვარის ნიშანი უფრო იკითხება, ასე ვთქვათ, უფრო კარგად გამოხატულია ვიდრე მამაკაცის შემთხვევაში. თხის რქა კიდევ ის შეიძლება უჭირდეს მორიელს, იმიტომ რომ მორიელი როგორც წესი ემოციებს ვუალიზებას უკეთებს ხოლმე და არ ვიცით იმის უკან რა იმალება. აი ამ ორ ნიშანს გამოყვებდი უფრო. სხვათა შორის აი მორიელები ოჯახშიც მყავს, ლომი მყავს შულდოსანი, ნუ სასწორი მე ვარ და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს სხვათა შორის სასწორები, რომ ძალიან ახლოს ვარ და აი მორიელიც, რომელიც სხვებთან შედარებით თითქოს უფრო რთული ნიშანი მეჩვენება, აი ურთიერთობას შევიძახი. კი, აქვს მაგას გარკვეული, ასე ვთქვათ, ფუნდამენტი მაგ აზრს, იმიტომ რომ მორიელი არის ნიშანი, აი იგივე ლომებს რო შევადარო, ხო, ლომი არის ტახტზე დაჯდება, აი ლომს რო აჩუქო, საჩუქრი ჩუქება რო თუ გინდა რეალურად ლამაზად რო შეფუთო, ხა კი თავიდან მეც ვბრაზობდი ხოლმე რომ აი რატო ამბობენ, მართლა ესია, ნუ რა ფორმით აჩუქებ გააჩნია, როგორ მაჩუქებ, რაში ჩადებ გააჩნია, იმიტომ რომ გარედან რო ლამაზია უკვე რაღაცა ჭრელ ქაღალდში რო გაახვიო, ეგეც ლამაზია, ხო, ინსტინქტურად, მაგრამ მორიელის შემთხვევაში აუცილებელია შიგთავსი. ადამიანებს წესია. როგორც არ უნდა მომაჩვენოს შენ თავი რო ესეთი ხარ, მე თუ მორიელი ვარ
ძალიან კარგად დავინახავ იქ შენ დაჭაობებულ მომენტებს და ამ შემთხვევაში არ მჭირდება ეგ. მიხვდით? კი, ამიტომ მორიელი აი თითქოს სნაიპერი ვითხედავს, ანუ ადამიანში ხედვა შეუძლია. გამჭოლი მზერა აქვს ხშირად მორიელებზეც ვთქვათ. აი ხედავ შიგნი რა ხდება მარტივად რო ვთქვათ. და იმიტომ გონიათ ხოლმე რომ საურთიერთოდ რთულია და სინამდვილეში უბრალოდ ხედავ შიგნი რა არის. შიგნით, ხო? სენა ბოლო კითხვაზე გადავალთ ქალბატონი კეთი ახლა დამებადა ერთი ასეთი კითხვა. აი ყოველკვირეულად რო უსმენთ ხოლმე, აი რამდენად სწორად გადმოვცემ არ ვიცი უბრალოდ ყოველკვირეულად რო უსმენთ, აი ჩვენი ზოდიაქოს ნიშის შესახებ როგორი კვირა გველოდება. რამდენჯერმე მომისმენი და მგონია რომ გამართლდება, მაგრამ არ გამართლებულა. აი ეს შეიძლება რომ იყოს თქვა და აი რაღაცა თანმიმდევრულად ერთი კვირა, ორი კვირა, სამი კვირა თქვა იმ ნათქვამიდან არაფერი არ გამართლდეს, მაგრამ აი სიტყვაზე ვიძახი მომდევნო თვეში თქვა გამართლდეს. ნახე წეგან ხო ვთქვით რომ ზოდიაქოს ნიშანი არ ნიშნავს ადამიანს. კი, ხო, ანუ ხო, ადამიანები ვართ სხვადასხვა ნიშნების ნაკრები. შესაბამისად იმ მომენტში რომელი უფრო ხართ, აი პირადი რუკა არის ამისთვის, ეს ერთი. მეორე ძალიან კარგი უფრო მარტივად რომ მივახვედროთ ჩვენი მსმენელი, ხო? აი მაგალითად გაგვიგია რომ მაგალითად გურულები გამოირჩევიან იმით, რომ ყველას კარგი იუმორი აქვს, მაგრამ ყველას კარგი იუმორი ხო არ აქვს. მაგალითად გაგვიგია რომ მეგრელები არიან აფერისტები. მეც ფესვებით მეგრელი ვარ. ყველა მეგრელი არ არის ესეთი, ხო? ანალოგიურად ყველა ფსიქოტიპის ნიშანი ვერ იქნება ზუსტად ისეთი. და შესაბამისად, როდესაც გვაქვს გარკვეული მოცემულობა, რომ აი ესეთი და ისეთი იქნება, ისევ და ისევ უზნაძის ფსიქოლოგიას, განწყობის თეორიას მოვიშველიებდი. ძალიან კარგია, რაც შემიძლია ჩვეულებრივ, ანუ ჩემ ტვინს, ჩემ გონებას მივცე საკვები, რომ აი რაღაც კარგი ხდება, ძალიან კარგია, ხო, მაგრამ ის რომ რეალობას არ შეესაბამება ამის თქმა მინდა, ის რომ ვიღაცა სასწორებზე ზოგადად ამბობს, რომ კარგი პერიოდია, მართლაც ესია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სასწორისთვის ანალოგიურია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა სასწორი რო იყოს ერთნაირი, დავიღუპებოდით, ისევე როგორც ყველა რავილომი და ყველა ვერცი. კი. ქალბატონო კეთი ბოლო კითხვის დროც მოვიდა, მინდა რომ რაღაცნაირად შეგვიჯამოთ ეს თემა და ამის გარდა კიდე ერთი ორი სიტყვით გითხრათ ჩემი პოდკასტის შესახებ. შევაჯამოთ, რა კუთხით შევაჯამოთ, აბა? ზოგადად თუ რაიმე გინდა დამატებით რომ თქვათ ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მაყურებელს უთხრათ კიდე ადამიანი ხო? საკმაოდ ვისაუბრეთ ამ თემაზე, პრინციპში ჩემი მიზანი იყო ის, რომ დამენახებინა რეალურად რაობა ასტროლოგიის და რაში შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ, რა არის მცდარი ამ ალგორითმთან და ამ ინსტრუმენტთან დაკავშირებით. და საერთო ჯამში გონიერი ადამიანის ხელში ყველა, რა ვიცი, იარაღიც კი შეიძლება ძალიან საჭირო ინსტრუმენტი გახდეს, ხო? თქვენი პოდკასტის შემთხვევაში მე ძალიან მომწონს თქვენი მიმართულება, რომ ვიწრო სამედიცინო კუთხით კი არ გაქვთ რაღაც კონკრეტულად სხვადასხვა მიმართულებები, არამედ გლობალურად უყურებთ ამ საკითხს და ძალიან მომწონს ეს თემა, იმიტომ რომ თუნდაც პარაცელსი რო ავიღოთ, იცით ხო, ალბათ ვინ იყო პარაცელსი, აი ძალიან ბევრი ოკულტური ასტროლოგიური ნაშრომები აქვს მას, მაგალითად. და რა გააკეთა მან პირველ რიგში, რომ დაშოკა ხალხი თავიდანვე იმით, რომ ცნობილი ბაზე, არ მახსოვს რომელი უნივერსიტეტი იყო, გამოიტანა ცნობილი თავისი მასწავლებლების, გურუების აგრეთვე, ასე ვთქვათ, სამედიცინო გურუების ხელნაწერები და წიგნები და საქვეყნოდ დაწვა. და რას ამბობდა ის, რომ ანუ სამყაროს გარკვეულ პრინციპებს აღიარებდა, უყურებდა, შექმნა კიდეც მან სიგნატურა, მან შექმნა მაგალითად ის ამბობდა, რომ აი გარკვეული მცენარე თუ გავს რაღაცა ადამიანის რომელიმე ორგანოს, მაგალითად ის სამკურნალო, ანუ ნახეთ ინტუიციურად აი ამ ფორმებით ამაზეა აწყობილი ძალიან ბევრი რამ. და სამედიცინო კუთხით ცნობილი გახდა პარაცელსი, ხო, თავისი სამკურნალო საშუალებებით, თავისი ძალიან ბევრი გამოგონებით, ხო? და აი რეალურად ერთ-ერთი რევოლუციონერი იყო თავის სფეროში და მე გისურვებთ, რომ თქვენს სფეროში ამ პოდკასტით ყოფილიყავით ესეთი ფუძემდებელი და რევოლუციონერი თქვენს საკითხში და გაგეერთიანებინოთ, ამას ვხედავ რეალურად, რომ უკვე აკეთებთ, გაგეერთიანებინოთ ის ალტერნატიული სამედიცინო საკითხები, ის გარკვეული მოძღვრებები, მიმართულებები და საინფორმაციო თემები შეგეკრათ და გაგეხადათ თქვენი მსმენელისთვის
მარტივად მოსასმენი ადაპტირება, ანუ გაუკეთოთ ამ ყველაფერს, რომ აწიოთ, რა თქმა უნდა, ადამიანის ცნობიერება და გაავრცელოთ ეს ყველაფერი, ამაზე კარგი საქმე, რავი, ეჭვება რეალურად, რომ ვინმემ გააკეთოს და გიშურვებთ, რა თქმა უნდა, წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო კეთი. ვთვლი, რომ დღევანდელმა ჩვენმა საუბარმა კიდე ერთხელ დაგვანახა თუ რამდენად მრავალფეროვანი და ინდივიდუალური არის თითოეული ადამიანის მიერ, როგორ ხედავთ სამყაროს და როგორ ხედავთ მაშინ ჩვენ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, კითხვები ყოველთვის იარსებებს, თუმცა იმ თავარი არის ვთვლი, რომ აი ესეთი დიალოგები, რომლებიც ღრმად გვაფიქრებს და ბევრ კითხვაზე პასუხს გვაპოვნინებს ხოლმე. უღრმესი მადლობა თქვენ კიდე ერთხელ ასეთი საინტერესო და გულწრფელი საუბრისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ეპიზოდი იქნება ეს ჩემი პოდკასტის. მადლობა თქვენ ამისთვის. თქვენს, მადლობა მოწვევისთვის კიდე ერთხელ და ჩვენ მაყურებელს და მსმენელებს მინდა ერთი რამ შევახსენო უბრალოდ, რომ ხშირად არის ხოლმე დავა იმაზეც, რომ ასტროლოგია ისე, ასტროლოგია ასევე ერთი მთავარი რამ გვავიწყდება ჩვენ, რომ ისევ და ისევ ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის სახეც და ხატად. ანუ ჩვენც ვართ გარკვეული ღმერთები, პატარა ღმერთები და ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია შევცვალოთ როგორც ჩვენ ცხოვრებაში, ასევე სხვა ადამიანების ცხოვრებაში და ეს უნდა გვახსოვდეს აუცილებლად. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა კიდე ერთხელ. მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ გვიყურებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ასევე დაგვილაიქოთ და დაგვიწეროთ კომენტარები და გამოიწეროთ ჩვენი სოციალური ქსელებით. მე კი შეგხვდებით მომავალ დღეებად ახალი საინტერესო თემებითა და სტუმრებით. დროებით.